არ მინდა დამშიებული ჩემი ქვეყანა, არ მინდა დამონებული ჩემი ქვეყანა. ამის საშიშროებას ვხედავდი ნაციონალური მოძრაობის მოbrunებაში. იყო ყოველთვის ის მტრის ხატი, რომლითაც გვაშინებენ. ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ ვიმეორე. ასეთი აღმშენებლობა საქართველოს არ ქონია 100 წლები. პოლიტიკოსებისთვის ისინი ყველა არჩევნების წინ ყველაზე სასურველი მხარდამჭერები არიან. სათქრებიან ხოლმე არჩევნების შემდეგ და სთხოვენ თუ არა საკუთარ მხარდაჭერილებს წინა საარჩევნო დადებული პირობების შესრულებას. მოლოდინი ძალიან დიდი იყო იმისა, რომ წინ წავიდოდა კიდე ქვეყანა. ჩვენ ვნახეთ, რომ პირიქით ყველაფერი მიდის უკან. ჩემთვის თავარი იყო თავისუფლება. ეს თავისუფლება მივიღე მე. ესმით თუ არა საკუთარი ხმა იმ გამოსვლებში, რომელსაც პოლიტიკური ლიდერებისგან მაღალი ტრიბუნებიდან ჩავლილი არჩევნების შემდეგ ისმენენ. რეაქციაში დღეს ის ადამიანები იკრიბებიან, რომლებსაც ეკრანებზე თითქმის ყოველდღიურად ხედავდით არჩევნების წინ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად. ჩვენ როდესაც ხმა მივეცით მათ მივეცით ნდობა იმისთვის, რომ ემუშაოთ ქვეყნისთვის და არა ის, რომ უბრალოდ ჯიბეში ჩაეწყოთ ფულებს. შეიძლება ყოველთვიურად ზვირდებოდეს წყალი, გაზი, დენი, პური. თავობაც ცდილობს, რომ თავისი ხალხი და თავისი ერი ყავდეს ბედნიერად. რასაკვირველია, რახან არის ახლა ესეთი კვლევები, არის რაღაცა შეცდომები. რაღაცები გამოსწორდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა ბედნიერება ქართულად გაეროს ანგარიშის მიხედვით მსოფლიო ბედნიერების ინდექსში საქართველო 156 ქვეყნიდან 119 ადგილს იკავებს. რატომ ვერ ბედნიერდებით? ქართული პოლიტიკის მოჯადოებული წრე რეაქციაში. როგორ შეიძლება იყოს ის ქვეყანა ბედნიერი, ხელისუფალნი არიან მხოლოდ ერთმანეთთან წიწილაობით დაკავებული. თავრობას ძალიან ვეტყოდი და ვურჩევდი არჩევნების წინ არ გაახსენდეს მხოლოდ ხალხი, მათვისვე აჯობებს პირველ რიგში. მშვიდობისა, სად არიან ისინი, ვინც არჩევნების წინ ცხარე დებატებს არ ერიდებოდნენ, ვისთვის რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ, გამართლეს თუ არა მათი იმედები რჩეულმა პოლიტიკოსებმა, რატომ ვიქეცი დაუსრულებელი სანახაობების ქვეყნად, რომელიც საერთაშორისო კვლევებით უბედური ქვეყნების კატეგორიაში კიდევ ერთხელ მოხვდა და ამ მხრივ სამეზობლოში ლიდერობას არავის უთმობს. 2019 წლის გაეროს ანგარიშით მსოფლიო ბედნიერების ინდექსში საქართველო 119 ადგილს იკავებს. შარშანდელთან შედარებით 2019 წლის მონაცემებით ქვეყანაში ბედნიერების აღქმა ამ კვლევების მიხედვით გაუმჯობესებულია 2018 წელს 122 ადგილს ვიკავებდით. გაეროს მსოფლიო ბედნიერების კვლევა 156 ქვეყანას მოიცავს და ეყრდნობა კვლევებს თუ რამდენად ბედნიერად გრძნობენ თავს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები. ბედნიერების აღქმა ამ კვლევაში 6 ფაქტორითაა განსაზღვრული. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, მოქალაქეთა თავისუფლება, გადაწყვეტილების მიღებისა, საზოგადოების ხელგაშლილობა და კორუფციის დონე. რატო ვერ ვხვდებით ბედნიერ ქვეყანათა რიცხვში? პოლიტიკური კინკლაობა, პოლიტიკური შუღლი და პოლიტიკური აგრესია ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ ნიადაგზე ლამის ნათესაური კავშირები ინგრევა, მეგობრები ურთიერთობებს წყვეტენ და პოლიტიკური დისკუსია ხშირად ხელჩართულ ჯგუფთან ასოცირდება. ქვეყანა, სადაც ერთდროს ყოფილი თანაგუნდელები ახლა სამკვდრო სასიცოცხლოდ არიან გადამტერებულები და ერთმანეთს ძველ ცოდვებს ღიად უხსენებენ. რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები მიმდინარე პოლიტიკურ ამბებზე? ადამიანები, რომლებსაც წინა საარჩევნო დიდი ფასი ედებათ, თუმცა ბევრ მათგანს არჩევნების შემდეგ ხშირად იმედები უცრუვდება ხოლმე. წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს და მე მათ ვთხოვ სტუდიაში დავით ოკიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, ირმა სოხაძე მომღერალი, ირინა ტორონჯაძე ბლოგერი, დათო იმედაშვილი რეჟისორი, მაია სტეფნაძე პროდიუსერი, გეგი სალუქვაძე მსახიობი, ანრი ბიბინეიშვილი მსახიობი, ნატა გულიაშვილი მსახიობი. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მეგობრებო, თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო ზუსტად იმ თემით, რაზეც ეხლა ტექსტში მქონდა მთავარი აქცენტი. რატომ ვერ ბედნიერდებით, როგორ ფიქრობთ, რატომ ვერა და ვერ დგებით ბედნიერი ქვეყნების რიცხვში და მოდი თქვენგან დავიწყე. ბევრი მიზეზი აქვს ამას. სიღარიბით დავიწყებ და პოლიტიკური ორიენტაციით გავაგრძელებ. არ ვიცი, ესე მარტივი არ არის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
ბევრი სხვადასხვა რამის გამო არის, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი თავს კარგად არ გრძნობს. ეს რატომ ვერ ბედნიერდებით, ეს ცოტა რთული კითხვაა. თქვენ რა სიტყვით, დათო ქიტაშვილს ვკითხავ. ყველასგან მინდა პირველ რიგში ამ თემაზე, ამ კითხვაზე პასუხის მიღება. საქართველოს ერთსა და იმავე წრეზე და მუდმივად არის ბედნიერების პრობლემა ამ ქვეყანაში და აგერ გაეროს კვლევაშიც მოუხდით იმ ქვეყნებს შორის, ვინც ბედნიერად, ვისი მოქალაქეებიც მაინც და მაინც ბედნიერად ვერ გრძნობენ თავს. მოგესალმებით, რასაკვირველია, კი არის პრობლემები და მეც არ გაურბივარ ამ პრობლემებს და ყოველთვის მეც განვიცდი და ნერვიულობ იმ ადამიანებზე, რა მდგომარეობაც არის ეს ეხლა შექმნილი, ხო? არავინ არ იძახის, ყველაფერი კარგადაა და ირმამ ძალიან კარგად აღნიშნა ანონსი, როდესაც თქვენთან გადიოდა. მე ვფიქრობ, რომ ამომრჩეველი არ უნდა ახსენდებოდეს ნებისმიერ პარტიას არჩევნებიდან არჩევნებამდე და მე ვფიქრობ, რომ აი ამაშია უბედურება, რომ ამ ხალხთან არის უფრო მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტი გახსნილობა და უფრო მეტი საუბარი საჭირო. გიგი, თქვენ რა სიტყვით? და როგორი არის თქვენი პირადი აღქმა, თქვენი ბედნიერების ინდექსი პირადად? ძალიან დაბალი. მე საერთოდ მეგონს, რომ ბოლო ადგილზე არ მოვხვდით, იმიტომ რომ არ ვიცი თქვენ შეიძლება მძღოლები ხარ და მანქანას მართავთ. მე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობ და აი რომ გადაადგილდები თბილისში ერთი ადგილიდან მეორეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ცოტა ძნელია ბედნიერი იყო. სხვა იმ სოციალურ პრობლემებს რო დავანებოთ თავი, რაც ქვეყანაში არსებობს. ასე რომ არ ვიცი, ყოველდღიურობაში ვგრძნობთ ჩვენ ამას. ყოველდღიურად ძალიან გვიჭირს და ძალიან რთულია საერთოდ ცხოვრება. დღითი დღე უფრო რთულდება იმის მაგივრად, რომ დაუშვათ ხედავდეთ, რომ რაღაცები, არა, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ახლა ძალიან ბევრი დადებითიც შემიძლია დაუშვათ ქალაქში რა ვითარდება და როგორ ვითარდება დაუშვათ არის რაღაცა პოზიტიური ცვლილებებიც, მაგრამ ჯერჯერობით ისევ ძალიან ძიმე სიტუაცია, მთავარი, ასე ვთქვათ, საკვანძო საკითხები ჯერ არის გამოუსწორებელი და სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, ჩემ სკეპტიციზმს იწვევს ის სიტუაცია, რომ დაუშვათ ეს საკითხები ვერ იქნება სწრაფად გამოსწორებული, რომ ვერანაირ მზაობას ვერ ვხედავ პოლიტიკურ გუნდებში და პოლიტიკურ ორგანიზაციებში, რომ იქნება რაღაც სერიოზული საკადრო ცვლილებები, რომელიც მოიტანს სერიოზულ ცვლილებებს. ანუ პოლიტიკასთან არის ეს აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად მოწმე, ეხლა პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ ძალიან დიდი თანხა ჩაიდება განათლების რეფორმა, მაგალითად, რომელიც ეს რაღაცა ყბადაღებული, ამდენი წელი ვლაპარაკობთ და რო ჩაიდება, ვინ უნდა განახორციელოს. იქნებ ჯერ საკადრო ცვლილებებით დაგვეწყო, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა. განათლების სფეროში, რომელიც მე არ მიყვარს ახლა მოდება და ასე შემდეგ, მე სპეციფიურად ვარ ამ თემებზე ორიენტირებული, ვარ ამ საკითხებში ჩახედული და განათლების და კულტურის საკითხებში. დავიწყოთ იქიდან, რომ იყო სერიოზული შეცდომა ამ ორი სამინისტროს, აი რაღაცა ესე შეწეპება რა, ეს აქედან დავიწყოთ. და ვინ აპირებს ამ რეფორმის განხორციელებას? ვინ უნდა განახორციელოს? აი კარგი, ჩავდეთ ეს ფული დაუშვათ. სად არის კადრი? ჩვენ ვხედავთ არაპროფესიონალებს ყველა დონეზე. თქვენ რო ნახოთ სიპების უფროსებს, რამხელა პრეზიდენტზე დიდი ხელფასები აქვთ და როგორ იქცევიან? თქვენ გონიათ რომ მიხვალთ სიპის ხელმძღვანელი, ხო? მე ეს ხო არ არის რაღაცა. სიპის ხელმძღვანელი რომ მიხვალ გამორიცხული არ გითხრა რომ იცით არც ალიათ, აი მოდით ჩაეწერეთ, მე არასოდეს არ დაგირეკავენ და ასე შემდეგ. კი ბატონო. ამ ხალხით ვაპირებთ რეფორმის ჩატარებას? არ ვიცი, მე ძალიან მეეჭვება რომ ამ რეფორმამ გაამართლოს ჭყალებში რეფორმა. მოდით, მე უფრო დეტალურად ვისაუბროთ, ანუ აი იმ პრობლემების ჯაჭვის შესახებ, რომელიც შედგება სხვადასხვა სფეროებში შექმნილი პრობლემისგან, ხო? მაგრამ თავდაპირველად მინდა აი ყველას დაგისვათ ეს კითხვა. აი თუ გაქვთ შენ განცდა, ამდენი წელია აქტიური მოქალაქე ხარ, გადაცემების პროდიუსერი ხარ, ანუ სოციალურ თემებზე მუშაობ. თუ გაქვს ეს განცდა, რომ საქართველოში მუდმივად არის უბედურების განცდა, ვერ ვართ ბედნიერი ქვეყანა.
მე მაქვს ჩემი პასუხი ამ კითხვაზე, რატო არ არის ჩვენი ხალხი ბედნიერი. რატო? შეიძლება ბევრი შემედაო, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მე ამას ვფიქრობ ასე. ჩვენმა ხალხმა დაკარგა თავისი მისია, ისტორიული მისია. მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვიყავით ქრისტიანობის დამცველი. დღესდღეობით გაიხედ გამოიხედეთ რა მდგომარეობა, არათუ ქრისტიანობა, პატრიარქი, თვით სიტყვა პატრიოტიზმიც კი გახდა ცოტათი დასაცინი, ცოტათი რაღაცა არატრენდული, ასე ვთქვათ. ნახეთ, მივყვეთ ჩვენს ისტორიას ძალიან კარგია ინგა რომ გამახსენე, ასე ვთქვათ, მაგრამ მაყურებელსაც შევახსენებ. ამდენი წელიწადია, 15 წელიწადია მარტო ტელევიზიაში ვმუშაობ და მანამდე 96 წლიდან საინფორმაციო სააგენტოებში მუშაობდი. ანუ კარგად ვხედავდი ხალხის განწყობას ყოველთვის. რა ხდებოდა? 2.500.000 ადამიანმა აირჩია თავის დროზე ზვიად გამსახურდია. ძალიან მალე ზვიად გამსახურდია აი ამდენი ხალხით არჩეული. ესეთი რამე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ბევრს ტრაბახობს ზოგიერთი პრეზიდენტი, მაგრამ ამხელა მასას ხალხისას არ აურჩევია. ეხლა ნახეთ, სამხედრო გადატრიალებით ეს პრეზიდენტი ჩამოაგდეს და ამის შემდეგ ხალხში მგონია რომ ასე თუ ისე რაღაცნაირად ეროვნული მუხტი ცოტათი დაქვეითდა. ეს იყო უსამართლობის განცდა, რომ ამ უსამართლობის განცდას მოყვება ყველა მთავრობის მხრიდან რა? ნახეთ, დამარცხებული ერის სინდრომს გვინერგავენ. სულ მოყოლებული, რა ვიცი მე, შევარდნაძიდან მოყოლებული. თითქოს ჩვენ ხალხმა წავაგეთ ომი, თითქოს ჩვენ ხალხმა დავხოცეთ ერთმანეთი სამოქალაქო ომში, თითქოს ჩვენ ხალხმა დავკარგეთ მერე სამაჩაბლოც, თითქოს ჩვენ ხალხმა დავიტეხეთ თავზე ყველა უბედურება, ყოველ წუთას გვაგონებენ სხვადასხვა ტრიბუნებიდან, რომ ჩვენ ქართველები ვართ ცუდები, ჩვენ ვართ გაუტანლები, ჩვენ არ არის ბატონებო ესე. მე მინდა ეს პირდაპირ გამოვაცხადო. ჩვენ ხალხი ვართ ბრძენი. ჩვენ ხალხმა შევინარჩუნეთ შუა საუკუნეებში, მაშინ როცა შეიძლება ბევრმა არ იცით, მაგრამ ვეფხისტყაოსანი გამოქონდა და საჯაროდ წვავდნენ კოცონებზე, მაშინ ქართველმა ხალხმა ისწავლა ზეპირად ვეფხისტყაოსანი, საუკუნეები გამოატარა, გადაარჩინა და დღეს რომ მისით ვამაყობთ, ეს სწორედ ჩვენი ხალხის დამსახურებაა. სწორედ ჩვენ ქართველმა ხალხმა შევინახეთ 300 წლოვანი ბატონობის დროს აჭარლებმა შევინახეთ ჩვენი ენა, ფერეიდნელმა ქართველებმა შევინახეთ ჩვენი ენა. ჩვენ ხალხს რა შეგვიძლია ვაკეთებთ? აი თქვენ ხელისუფლება, მივმართავ ხელისუფლებას, მოყოლებული შევარდნაძიდან დღემდე. რას აკეთებთ ხალხისთვის? როდის გახსენდებათ ხალხი არჩევნების წინ და მერე უკვე მაგრამ ეს ხელისუფლება ხომ ხალხს მოყავს? აი ჩემს ანუში იყო ეს კითხვა ზუსტად და არაერთი თქვენგანი დაუშვათ არჩევნების წინ ყოფილხართ ჩემი გადაცემების სტუმრები და არაერთ თქვენგანს გისაუბრიათ დაუშვათ რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენი აქტიურობა არჩევნებში. ეს ხელისუფლებები, ეს პოლიტიკოსები ხომ ხალხს მოყავს არა? ჩვენი ხალხი ტრადიციული ხალხია და მე ვხვდები იმას, რომ ჩვენ გაგვიჭირდა 21 საუკუნის აზროვნებაზე გადმოწყობა. რაშია საქმე? ვიტყვი პირდაპირ, ჩვენ საბჭოთა კავშირში დაბადებული ადამიანები. ჩვენ რომლებიც ახლა პირად შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, ჩემ თავზეც ვიძახი, მიჩოულები ვიყავით რაღაცა დონეზე მონობას. და ჩვენ, როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ასე ვთქვათ, მენტალურად ვეღარ ავეწყეთ დროს, ვეღარ მოვასწარით ჩვენი მენტალობის შეცვლა, ვერ გავიგეთ, რომ დემოკრატია
ეს არის ხალხის მართლობა. კარგი, მაია, აი ჩვენ ამბობ მე და შენ ნამდვილად ვართ საბჭოთა პერიოდის თაობა, მაგრამ ახალგაზრდები არიან, რომლებსაც არ უცხოვრიათ იმ რეალობაში, მაგრამ ეს ახალგაზრდები ძალიან აქტიურია. კარგი, მოდი მე კითხვას თუ შეიძლება მაშინ ამ შეკითხვით გადმოვალ ირნა თქვენთან. პრინციპში ბევრჯერ დავსვი ეს შეკითხვა. ანუ ბედნიერების ინდექსი, ბედნიერების აღქმა ქვეყანაში უკავშირდება პოლიტიკას? მოგესალმებით. იცი რა ძალიან ლირიკაში რო არ გადავიდეთ და მე მიყვარს ხოლმე უფრო რაღაცა მეცნიერული რაღაც საფუძვლებზე აქცენტების გაკეთება კვლევებზე რომ უფრო გასაგები იყოს, ჩემთვისაც ასე უფრო გასაგებია და ალბათ მაყურებლისთვისაც. იცით რა საქმე, აი მაგალითად ფსიქოლოგიაში და ალბათ ბევრმა იცით, არის ბედნიერებისთვის შექმნილი ერთგვარი ფორმულა, მე გაგახსენებთ მასლოუს პირამიდას, ეს არის ადამიანური საჭიროებების პირამიდა, რომლის ფუძეს წარმოადგენს ფაქტობრივად ფუძეს მეორე საფეხურს უსაფრთხოება და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ფინანსური უსაფრთხოება. ანუ იმისთვის რომ მე თვით რეალისტე, რაღაცა პატივისცემა მოვიპოვო და საერთოდ ბედნიერი გავხდე, ანუ პირამიდის წვერზე ავიდე, ჯერ მჭირდება უსაფრთხოების განსაპირობლში ფინანსური. ეს არის ადამიანური საჭიროება ისევე როგორც სხვა საჭიროებები ადამიანური, ხო? ამიტომ უკავშირდება ბედნიერება პოლიტიკას და არა იმიტომ რომ უბრალოდ ჩვენი ზერი ვართ, რომელსაც ესე პოლიტიკა გვაინტერესებს. არა, ეს ჩვენი ცხო, მე მიკვირს ხოლმე ახალგაზრდებს, რომლებიც იცახენ რომ მე აპოლიტიკური ვარ. რანაირად ჩვენ ყოველდღიურად ვართ პოლიტიკას ვაკეთებთ თითოეული ჩვენგანი. მე ამიტომ მგონია რომ აქცენტი უნდა გადავიტანოთ საზოგადოების წევრებზე და ჩვენ აქტიურობას. მაგრამ არის ერთი მომენტი, რაზეც ცალსახა პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ აქვს ხელისუფლებას და რა. იმ ხელისუფლებას, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ. ის რომ ესე იგი რესურსი ბუნებაში და ქვეყანაში არ არის უსაზღვრო, ის არის ლიმიტირებული. როდესაც ამ რესურსის მიტაცება ხდება, ის ეკონომიკური დოვლათი რაც უნდა შეიქმნას, იმის მიტაცება ხდება, მიდის რაღაც ასიოდე პრივილეგირებული ბოროტად რო იყენებს თავის თანამდებობას იმ ადამიანების, რა თქმა უნდა, ჯიბეებში. იცი რა არის ჯიბეში იდებენ თუ ასე ფარდავენ აქეთ-იქით თუ ჰაერში ყრიან, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მიტაცება ხდება ამ რესურსების და ხალხი ამიტომ ღატაკდება. ანუ არავის არ ეგონოს ადამიანს, რომ შენ როდესაც საჭვის ფული არ გაქვს, შენ ხარ მხოლოდ დამნაშავე. არა, ჩვენი რესურსების, თითოეული ჩვენგანი რესურსის მიტაცება ხდება, იმიტომ რომ არ შეიძლება ისინი ისე უბრალოდ იპარავენ საიდანღაც კი არა. ჩვენ ფულს იპარავენ, გამოდის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ამის გარეშე, იცი რა თემა, ხო, ესეც ერთ-ერთი. იცი რა შეასაქმე, ჩვენ ქვეყანას, ჩემი აზრით, არ ეღირსა წესიერი, პატიოსანი და ამასთან ერთად კომპეტენტური ხელისუფლება. იმიტომ რაც არ უნდა კომპეტენტური იყო, თუ წესიერება არ მოყვება და სულ ჯიბისკენ მიგდის ეს ხელი რომ ფული მოტეხო, არ გამოვა ისე. და პლუს ერთი, მე არ მომწონს, როცა ჩვენი ხელისუფლება ჩემს მიერ არჩეული, მე თანმიმდევრულად ერთგული ვიყავი ქართული ოცნების და ჯერჯერობითაც ასია. როდესაც ისინი იწყებენ ლაპარაკს, აი ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი კადრები და სინამდვილეში ღარიბაშვილი დააბრუნეს, ხო? სადეძებთ ამ მართლა არსებობენ პროფესიონალები, მართლა არსებობენ წესიერი ადამიანები, რომლებიც კი არ უნდა იპოვო, უნდა დაითანხმო, რომ პოლიტიკაში წამოვიდნენ, იმიტომ რომ იმდენად ბინძური სფერო აღმოჩნდა, იმდენად რაღაც ქურდული კანონებს ვერ გავცდით ამ სფეროში, რომ რაღაც თავანების ჩატანის პრაქტიკას ვერ გავცდით, რომ არ უნდა წესიერ ადამიანს ახლა თავის პროფესიონალიზმი და თავის მენტალური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება შეწიროს რაღაც კაბინეტში ჯდომას. ყველას ასეთი ფასეულობები არ აქვს და ნამდვილად არის სამშობლოს მოყვარული ხალხი ამ ქვეყანაში, მაგრამ უმრავლესობა გარბის ზუსტად იმიტომ, რომ აქ არ არის ნიადაგი იმის, რომ იბრძოლო. იცი რა, აი ვამბობთ ხოლმე ვიმეორებთ აქტივისტებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ნამდვილად აქვს აზრი და უბრალოდ უკან დასახევი გზა არ არის, უნდა იბრძოლო, მაგრამ მე მესმის იმ ადამიანების და ყველას ერთნაირი რესურსი არ აქვს, არც ფსიქოლოგიური, რომ ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად იბრძოლოს და ყველას ერთნაირი ზურგი არ აქვს, ხო მართალია? შესაბამისად, მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არიან იმედგაცრუებულები, რომლებიც არიან დეპრესიაში, რომლებიც ამბობენ, რომ საჭვის ფული არ გვაქვს და რა ვიბრძოლო და ხელს იშვერენ, ასე ვთქვათ, რომ აი ვინმე მგუშველოს. ასე რომ მე ერთადერთ გამოსავალს და არ მინდა რომ მარტო პრობლემებზე გამოვივიდეს საუბარი, ერთადერთ გამოსავალს ხედავ ისევ თითოეულ მოქალაქის გააქტიურებაში და რა თქმა უნდა რაღაც პოლიტიკურ ახალ ძალაში, იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემ თავზეც ვიტყვი, მეც ხა იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ძალიან დიდი რესურსი ვარ და ხა ჩემს გარშე ვერაც შენდება, მაგრამ არც ერთმა ჩვენგან არ უნდა ავირითოთ ეს პასუხისმგებლობა. მეც ახლა რომ მკითხო, სულ არ მინდა რომ მეხვეწო პოლიტიკაში, ასე ბევრი ასეთ ჩემზე მაგარი პროფესიონალები, ჩემზე აქტიურები, მაგრამ არ უნდათ ამ პოლიტიკაში.
გასაგებია. აი ეს თემა. კარგით, მან გამოსავალზე და რა უნდა იყოს და რა უნდა გაკეთდეს, ვისაუბრებთ მოგვიანებით. მანამდე ირმასთან გადავალ. ირმა, აი თქვენი პირადი ბედნიერების ინდექსი მაინტერესებს. ანუ ის რომ ჩვენ ვერ ვბედნიერდებით, ქვეყანა ვარ და მე სრულიად ვეთანხმები აქ ჯერჯერობით ნათქვამ ყველა ფრაზას, რომ მთავარი პრობლემა არის ადამიანის სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობიდან იწყება ყველაფერი იმისთვის, რომ ელემენტარულად შენი შვილის სწავლის საშუალება არ იწყება? არ იწყება მთავარი თუ არის, როდესაც თუნდაც ჩინელები რომლებიც თავის დროზე, ანუ ეხლა როდესაც უკვე ძალიან განვითარებული ეკონომიკა აქვთ კი არა, კაპიკზე დებდნენ და საერთო ერთმანეთს ეხმარებოდნენ. მათთვის მთავარი არ იყო ეკონომიკა რა. ეს არის არასწორი ხალხო, მხოლოდ ეკონომიკა ხო არ არის, ეს ხო ხორცია და ხორცისთვის არის და ხო არის კიდე ადამიანს აქვს კიდე სული და ეს სული თუ რაღაცისკენ არის მოწოდებული, მაშინ ადამიანი უჭმელობასაც 90-იან წლებში, ანუ 80-იან წლებში რა იყო? 99 წელს მთელი საქართველო ერთად რო იდგა აქციებზე, მაშინ ბევრი საჭმელი ჰქონდა. ეს ასაში ლოგიკა, იმიტომ ეხლა შეიძლება ხელისუფლება მოგიტრიალდეს და გითხრას, რომ წადი ილოცე სუზე იფიქრე რა შეჭამე რა სამშოვადგილები გიდაო და მე აქ თქვი ზუსტად, ლოცვა სირცხვილი არ არის ჩემო სირცხვილი არ არის, ვინ თქვა რომ სირცხვილია, კაცო ერთი მეორე და აქედან გამომდინარე, ცოტა წადი ილოცეთი. მე მგონია რომ ეს ხელისუფლების ძალიან სასპეკულაციო თემა იქნება. არა ჩემო კარგო, ნახე მე ხელისუფლების გასაგონად თქვი ერთი რამე. ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს, ასე ვთქვათ, ბოლომდე გაცნობიერებული ხალხის ძალა. ხალხს არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული, რომ დემოკრატია, ხალხის მმართველობა და ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს. ხელისუფლება უნდა თავის კონცენტრირებას ახდენს ხელისუფლებაში. ხა ძალა გამოვიდეს და რა ვქნა გამოვიდეს არა. ხელისუფლება ამისთვის ირჩევ, რომ ძალა უფლებას ვაძლევ. ეს არის. არა, დემოკრატიის პრინციპი მინდა რომ უბრალოდ არ გაგვექცეს. ასე დემოკრატიის ეს არის. ირმა ლოგიკა როგორმე მაგ ისეთი, რომ შენ დახმარების გარეშე როგორმე დავასრულო. მე მაყურებლისთვის მაპატიე. ამიტომ მე თუ შეიძლება დავიცვათ, ასე ვთქვათ. ეხლა მოდი დავიცვათ, მე დავუსვი კითხვა ირმას და ირმასთან გადავა. კი ბატონო, დაასრულებ. მოყვა ესეთი რამე. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ის არის ხალხის მსახური. გავიგეთ და აი ამაშია საქმე. ჩვენ ბევრ რაღაცას ვპატიობთ ხელისუფლებას. ზუსტად მაგალ ნატა ცოტა ხანში გადმოვალ თქვენთან, მე მინდა ირმასთან გადავიდე, შეკითხვა უკვე დასმულია და თუ შეიძლება თქვენი პასუხი მაინტერესებს. მე უფრო დეტალურად უნდა ვისაუბროთ შემდეგ შეკითხვებში, იგივე დღევანდელ ხელისუფლებასთან. რა არის სათქმელი, ან პოლიტიკურ სპექტრთან რა არის სათქმელი, იმიტომ რომ მე შემთხვევით არ მეთქვამს, დიდი რაოდენობა ადამიანებისა იყო არჩევნების წინ, რომლებიც ყველა არჩევნების წინ ასია, ერთ ან მეორე პოლიტიკურ ძალას, ან მესამეს უჭერდნენ მხარს, ან რომელიმე კანდიდატს. და აი მერე თუ გესმით ხოლმე თქვენს მიერ მხარდაჭერილები, როდესაც მაღალი ტრიბუნებიდან გვესაუბრებიან ხოლმე, მათ სიტყვებში თუ გესმით მერე თქვენი ხმა. აი ამაზე უნდა ვისაუბროთ ცოტა მოგვიანებით, მანამდე ირმას მივცემ სიტყვას. დიახ. მადლობთ მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო თემაა ინგა. და პრინციპში მეც ყველაფერს ვეთანხმები ჯერჯერობით, რაც აქ ითქვა, თითქმის. განსაკუთრებით აი მოსაზრებას მეგონი წეღან თქვა მაიამ უსამართლობის განცდა არის ალბათ ერთ-ერთი შენ 6 პარამეტრი ჩამოთვალე რაც იწევს ამ ხო ნუ ესე ამ ფაქტორების მიხედვით განისაზღვრება ესეც ბედნიერების ინდექსი ამ ფაქტორების პირამიდა რომელიც აბსოლუტურად მართ აი ეს ალბათ 2-3 საბაზისო მომენტია რომლის გარეშე ადამიანი გიჟი თუ არ არის ბედნიერების განცდა ვერ ექნება ხო მას თუ აქვს უსამართლობის განცდა და მოდი შევთანხმდეთ ესა ჩემთვის უმთავრესი იმედგაცრუებას იწვევს უსამართლობის განცდა და ჩვენ კი ბატონო დღეს ვცხოვრობთ სამწუხაროდ ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ ბევრად უფრო სამწუხაროდ ვიდრე ნაციონალების აპოლოგეტებისთვის იმიტომ რომ მათ ხშირ შემთხვევაში ეს უხარიათ კიდეც და მე სულ ამას ვეუბნები ჩემთვის მისაღებ და ჩემს არჩეულ და მრავალჯერ მხარდაჭერილ ხელისუფლებას დღევანდელს
ქართულ ოცნებას, რომ აი ეს გააცნობიერონ, რომ მათ ეს უხარია და ჩვენ მათ მომხრებს ძალიან გული გვტკივა, რომ ამაზე გვიწევს საუბარი. რატომ უხარიათ? როგორ მტერს უხარია და ოპონენტს და მე მათიანი ვარ და არ მიხარია მათი შეცდომები. ჩვენ ახლა გვიხარია რომ დათო მაცალეთ თუ შეიძლება ბოლომდე ვიტყვი. არა, ეგ არ გიხარიათ, მე გიხარიათ ამ დათო თუ შეიძლება მაცალეთ, მე წინასწარ პირობას გაძლევთ, არ დავიწყებ თქვენ საუბრის დროს. არა, მე კი არ ვამბობ, რომ თქვენ გიხარიათ, რომ ეკონომიკაც უდრეშია. თქვენ გიხარიათ ამ ხელისუფლების შეცდომები მოეთამაზე შევთანხმდეთ ახლა. ამას არც მალავთ, ვერც მალავთ და შეცდომები კი არ მიხარია, ესენი რასაც აკეთებენ, ის მას ხედავ, რომ ეს არის კატასტროფა და სასწრაფოდ არის ეს. შეიძლება ეს არ მოგწოთ, მაგრამ მე ასე ვხედავ, თქვენ. გასაგებია, უბრალოდ არ მე მინდა უბრალოდ რატომ ჩავერთე იცი არ ჩაგერთებ. ძალიან იმიტომ რომ არ მიხარია ჩემი ქვეყნის სუდატყოფნა. თქვენი ქვეყნის სუდატყოფნა არ გიხარიათ, ეგ არავის არ გვიხარია, მე ვამბობ დამოკიდებულებას, ირინა ხო გაიგე რას ვთქვი. ხელისუფლების შეცდომების მიმართ დამოკიდებულება გაქვს სხვადასხვა დათო, რაც არ უნდა მეკამათოთ ასია. და მე მაქვს ძალიან წუხარე დამოკიდებულება და ეს ჩემი უსამართლობის განცდა მართლა უკვე მიდის იმედის გაცრუებამდე. მე მაქვს აბსოლუტურად გაცრუებული იმედი. მე კიდე ველოდები ამ ხელისუფლების ეხა კარგად იყო ჩემი სიტყვებით დამთავრებული შენი ანონსი. ზუსტად აი ეგ მინდა უთხრა ხელისუფლებას, სანამ კიდევ დროა და ძალიან ცოტა დარჩა ეს დრო, იქნებ მიხვდე რომ თუ ჩემზე და თქვენზე არ ნერვიულობენ, თავის თავზე ხო ნერვიულობენ. მე მესმის რომ მშიერი საზოგადოების მოსყიდვა ადვილია არჩევნებისი, მაგრამ ნუ არ შეიძლება მარტო ამაზე აპელირება, მარტო ამის იმედად ყოფნა და მარტო ბუამოდის ნაციონალები მოდიან არიქაო, ამაზეც აღარ შეიძლება ეს მგელი ვიძახეთ, ხო? ცრუს ამბავი ვიცით, ბოლოს შეჭამა მგელმა და არაფერ კარგად არ დამთავრდა ეს ზღაპარი. რომ მუშაობს ეს ხო და აღარ იმუშავებს ირინა, აი მაგას ვამბობ. ნუ რამდენჯერ შეიძლება იქნებ ჯობია. მუდმივად კმაყოფილი, ხა ბედნიერების ინდექსით შეიძლება ჩვენ მეხუთე ვერ გავხდეთ და იმას ვერ გავასწროთ ფინეთს, მაგრამ აი უბრალოდ მუდმივად კმაყოფილი და მეტნაკლებად მადლიერი და სამართლიანობის გრძნობის განცდით ცხოვრები მოსახლეობის მოყვანა არჩევნებზე. ცოტა კიდე მოფერება და მათი ხმების იმედად ყოფნა. ეს უკვე რაღაც მახინჯი. ორი ვადა, მეორე ვადა ეწურება უკვე ქართულ ოცნებას და ანუ თქვენ ამბობთ რომ კიდე აქვს შანსი? მესამე ვადი. თუ კარგი ხელისუფლება იქნება, ჩვენ მიჩვეულები ვართ, ჩვენ ამას ამ კითხვას მე ცალკე დავსვათ. ორ ვადაზე მეტი ვერავინ. თქვენებათით. მადლობა ირმა, ანრი, თქვენთან გადმოვდივარ. გაქვთ უამრავ ადამიანთან შეხება, ხო? აი თუნდაც თქვენ სფეროში. როგორი არის მათი ბედნიერების აღქმა? საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის. ჯერ მოგახსენებ ჩემ ბედნიერება ამ თუთას რა არის? ჩემ ბედნიერება არის ამ თუთას ის რომ საზოგადოებას მიულოცო გურამ დოჩენაშვილის 80 წლის იუბილე და ბედნიერი ვარ რომ ეს ატომღაც მომიწია რომ დღეს პირველმა მეთქვა ამ გადაცემაში და ბედნიერი ვარ ამ კაციც რომ შეხება მქონია ჩემს ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ბატონო გურამ დიდხანს იცოცხლეთ ამ ქვეყნად. ეს ერთი ბედნიერება. ეხლა ბედნიერებას ყოველს თავისებური აღქმა აქვს, აქ ვინც ესწრებით დღევანდელ ჩვენს ამ თემას მოგესალმებით პირველ რიგში და აბსოლუტურად ყოველს აზრს ვიზიარებ. ყოველ შემთხვევაში უმრავლეს ნაწილს განსაკუთრებით ბედნიერება ძალიან ბევრ განსაკუთრებით თანამედროვე საქართველოში 21 საუკუნეში ფინანსურთანაც მივიდა. და ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს ფინანსურს, იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერი გქონდეს, ყავდეს დედაც, ვის ბედნიერი მამაც, ბაბუაც, ბებიაც, საერთოდ ყველა და ყველაფერი, მაგრამ შენ უბრალოდ თვით რეალიზებისთვის არ გქონდეს ელემენტარული საარსებო მინიმუმიც კი და ეს რა თქმა უნდა უბედურება, როგორ შეიძლება ეს ბედნიერება იყოს. მაგრამ ანონსზე საუბრობდით ჩვენ და ქალბატონმა ირმამ თავისი ბოლო ფრაზა თქვა, რასაც ვეთანხმები აბსოლუტურად, მაგრამ იქ ოქითამ თქვა რაჩვეულებრივი ფრაზაც. თვითონ დათო ამისთვის იბრძოდა ალბათ მეც ნაწილობრივ კი არა, ერთ-ერთი უმთავრესი იყო თავისუფლება, ეს ერთი ბედნიერება. რაღაცეები, კომპონენტები, რაც საბოლოო ჯამში საერთოდ ამ დიდ ბედნიერებას ადამიანის ცხოვრებაში შეადგენს, ეს მისაღწევი გვაქვს და აკითხვა რომ ისმის საერთოდ ცოტა არ იყოს რაღაცა მიკვირს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც საწყისიც კი არა გვაქვს ჯერ. აი აღუს პროცესში ვართ. იმიტომ რომ მოგვეხსენება პირველი პრეზიდენტი როგორ მოვიყვანეთ და როგორ გავუშვით, მეორე პრეზიდენტმა რაც გვიქნა თანამონაწილეები ვართ იმ ცხოვრებისა და ყოველ შემთხვევაში ჩვენი აღქმა რაც არის ვიცით და ისტორია ცალკე დაწერს ალბათ, მესამე პრეზიდენტი ნუ აღარ მინდა ახლა, იმიტომ რომ მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ, ან საერთოდ ლაპარაკობენო. რაც შეეხება მარგველაშვილს რაც შეეხება მარგველაშვილს მე მაგალითად წინს რომ ძალიან სიმპათიურად ვარ ამ კაცთან მიმართებაში განწყობილი
ყოფილი და მწყინს რომ $80 ბინასაკირავებს და საერთოდ პრეზიდენტს დაჭირდა ამაზე სიუჟეტი გაეკეთებინა. თუმცა აქ კრიტიკა ამ შემთხვევაში ბატონ მარგველაშვილს ეკუთვნის, იმიტომ რომ არ ვფიქრობ ისე რომ შენი ქვეყნის ექს-პრეზიდენტი გამოხვიდეს და სატელევიზიო ილაპარაკებდა, მაგრამ ერთი წუთი აბა რა არის მომხიბლავი რომ პრეზიდენტი გამოვიდეს და დამასრულებინე სასახლეებია ჩვენ ეხლა ვეგეჭი და გაიგებ ჩემო მაიკს არა საყვარელი ის არის ექს-პრეზიდენტი ჩემო ოქრო ის არის ამ ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ის იყო პრეზიდენტი ამ ქვეყნის და მას შეეძლო რომ ეს ქვეყანა წაეყბანა არა ნახე როგორც გინდათ ისე ასრულებ ჩემს აზრს არა აი აცადე გეხოცები მას შეეძლო წლების განმავლობაში ღიად ვიღაცა მეტყვის ებრძოდაო ცოტა ისეთი რაღაცები გაეკეთებინა რომ ქვეყნის ბედიც კარგად დაეტოვებინა და საკუთარ ქვეყანაში არანაირი ფუნქცია არანაირი უფლება მოსილება მასამისი არ ქონდა არა მე არ მომწო ეხა პრემიერ-მინისტრს გადავალ მაიკო არა მე ვიცნობ მე მგონი იმ ადამიანად რომ არასდროს ჩემს ცხოვრებაში არავინ არ მიქია იმიტომ რომ ხვალზე რაღაცას ველი გადმოგდებული გროში ეგრეთ წოდებული ბიგადისთვის დავიანთ ოჯახებში შეაგდონ და არა ზოგადად ანუ ჩვევია მე იმასაც ვიტყვი იმეთი ისე გამახსენე პრემიერი გეგონება რომ ის რა ქვია ანონსის არ იყოს წინა საარჩევნოდ ანრი ბიბინეიშვილი თურმე არაერთ პოლიტიკურ თოქ-შოუში პოზიციას ატარებდა ღია დაფიქსირებდი ის რომ აი ეგ არის შენი უბედურება ხო დავაფიქსირებ ნახე რას რომელ ბედნიერებაზე ვსაუბრობთ მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობის მიუღებლობა ჩემთვის ნიშნავს ქართული ოცნების კომაგობას. აი რომელ ბედნიერებას რაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ? ბიპოლარული სამყარო. ამას შემერი მთელი უბედურება ესე ბედნიერებას მივსაუბრობთ მაშინ ჩვენ. გესმით აი ახლა და თუ ობიექტურობაზე ვსაუბრობთ მაშინ ობიექტურად გეუბნებით. თქვენი გადაცემის ამაში აი მანდ მივდივარ. თქვენი გადაცემის საშუალებით მე არაერთხელ გამეკითხებია მართველი გუნდი. მე არაერთხელ მithქვამს ესეთი გამიჟღერებია ეს სიტყვები რომ არ ყოფილა დავუშვათ მათი ქმედება ჩემს მოსაწვევ დღესაც არ არის ჩემი ქვეყნის ეკონომიკურად აი ესეთი გაჭირვება არ არის ჩემთვის ამდენი უფულო ადამიანი მოსაწვევი თავის გასამართლებელი აქ რა მაია უნდა მაცადო ანონსი რაღაცა რეზუმე ხო დაგვარი პირველი კითხვის ამ არჩევნებში მხარს არ უჭერდი ოცნებას და ჩემმა ანონსმა ეს ტყუილი განცდა შეუქმნა მაყურებელს ანრი არა მე არჩევნებში გულწრფელად ვუჭერდი მხარს ოცნებას მაგრამ ანონსში გაკეთება ნუანსი არ ქონდა შენ ამას არა ნუ სწორი არ არის იმიტომ რომ მაყურებელი აბსოლუტურად იმიტომ რომ მე იმიტომ არის მაყურებელი რომ აი რაღაცა კომპლექსივით არის რომ ბიძინა მსახიობებს ფულს უხდის მე მგონი იმიტომ არავის არ დაუბრალებია ინგასაც არ მგონია ეს გაეჟღერებინა ან ესეთი კონოტაცია ქონოდა ოცნებას უჭერდა და არც მსახიობი არ ვარ და ნამდვილად ჩემი შემოსავლები თუ ჩემი ოჯახის შემოსავლები ამ ხელისუფლებას არ უკავშირდება ნამდვილად მისალმებასთან ბედნიერებასთან ერთად მე მგონია ის ზუსტად ესეთი თავისუფალი რადიკალები თავისუფალი ადამიანების დეფიციტია იცი ჩვენ ყველას გვეშინია რაღაც პოზიციები დავაფიქსოთ რომ ვიღაცისტი არ ვიყოთ და მე ერთი ადამიანი რომელსაც არავის არ ყოველთვის უნდა იყოს ნებისმიერი მმართველი გუნდის ოპოზიცია. ეხლა რაზე ვსაუბრობთ ირინა? მე ეხლა იმიტომ გეჩხუბები რომ გადაცემა როცა მე არ ვიწყებ ჩხუბს და შენ რატომ რაღაცა უმტკიცებს თავის თავს. ეხლა ხო თქვი რომ კომპლექსი გაქვს იმის რომ თავისუფალი არ ახლა არის თქვენს კომპლექს შენზე არ მithქვა. საზოგადოებაში არის. აუხსენი უფრო. დავალებე კაცო ამ საზოგადოებას საზოგადოებაში თუ არის ეხლა უფრო უნდა ეჭვო. უნდა ეჭვო ამას როლები საზოგადოებას რატო ეგ დავიწყე სწორედ თუ დაავანებოთ ამ საზოგადოებას დავიწყე ეგანიყო და საზოგადოებას მადლობა მოწყიდული უწოდეთ ეხლა დავანებოთ თავი ჩვენზე ვისაუბროთ. მადლობა დიდი. მოდით მე ნატასთან გადავალ და შემდეგ იგივე თანმიმდევრობით დავსვამ შემდეგ შეკითხვას. ანრი ძვირფასო ერთი წუთით მაია გადაგსვავთ ეხა სხვა ადგილას.
შერასი იყო ბედნიერების ინდექსი. საერთოდ მე მგონია რომ სახელმწიფომ უნდა შეგიწყოს ადამიანს ხელი რომ იყო ბედნიერი. ნუ ხა კონკრეტულად იმას ნუ უნდა შექმნას სამუშაო პირობები, ხო? ხელფასი უნდა გქონდეს იმდენი აი საშუალოდ ყველას რო გქონდეს 600 ან 700 ლარი. ეს ხო აი ნუ იყოს 1000, მაგრამ იმ დღეს იყო გამოკითხვა და ეწერა რომ ესე იგი საქართველოში საშუალო ხელფასიო 1200 ლარია და სირცხვილია ხალხო 1200 ლარი ალბათ აი არ ვიცი ძალიან ცოტა სამსახურებში ამ ხელფასი და იმდენად გაჭირვებულია ეს ხალხი იმდენად დაჩაჩანაკებულია და აი მე მაქვს აი ყველა ადამიანთან მაქვს უფროსებთან პატარებთან ახალგაზრდობასთან მაქვს ურთიერთობა და ყველა არის აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში უბრალოდ კატასტროფულ მდგომარეობაშია საქართველო და უკან რომ მივდივართ მე მგონი ყველა დაგვეთანხმება ამაში და მე მგონია რომ ჩვენ თვითონ ხალხი ჩვენ პატიობთ ხელისუფლებას აი ამ შეცდომებს. უბრალოდ როგორ არის, იცი, აი ვატარებთ და მე ჩემი აზრით არ უნდა გაუტაროთ არაფერი და აქვე ვიტყვი უბრალოდ ბატონ ბიძინას უბრალოდ შევახსენებ, რომ 100 საწარმო დაგვპირდა და იმ 100 საწარმოდან 5 საწარმო მაინც რომ გაეკეთებინა, ბევრად კარგი მდგომარეობა იქნებოდა. რეგიონებში წავიდოდა ხალხი, დასაქმდებოდა თავის რეგიონებში და ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნება. მადლობა ნატა, დათო რა სიტყვით თქვენ? პირველ რიგში მე მინდა აქ თქვენ თქვით და მე მგონი არ ვიცი განავრცეს რომ მე მინდა ვთქვა რომ ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იყიდის ჩვენს საყვარელ ქართულ ხალხს ფულით ვერ მოისყიდის კარტოფილებზე გაიყიდა ზოგზეგი და გაჩერდი ეს და როდესაც იცი რა არის ადამიანს ამდენადაც არ უნდა უჭირდეს, ხო? ნუ მე მინდა დავიცვე ეს ადამიანები და თქვა რომ ძნელია რომ ხა ვაყენებ შეურაცხყოფას, რომ ყველა ფულზე არ იყიდება. ხო, მოусმინოთ ეს ძალიან ისეთი შეურაცხყოფა ადამიანის შეიძლება ადამიანს ძალიან ბევრი უჭირდეს, მაგრამ ის იმდენად ღირსეული იყოს, რომ არანაირ ფულზე და თქვა რაც ახლა თქვენ ბრძანეთ კარტოფილზე და ხახუზე არ გაიწევდა წელს არ გაიყიდა ხალხი. სხვა რაღაცას ვიძახი, მე მინდა რომ ჯეროდეს რომ ქართველი არის ესეთი და მჯერავს და რო გაიყიდა შეიძლება ყველა არ გაკიდულა მე მაგალითად ოცნებისთვის არასოდეს არ მიმიცია ხმა მაგრამ ვიღაცები ხო გაიყიდნენ ვაღიაროთ მოდი ვაღიაროთ რომ ვიღაცები გაიყიდნენ კარტოფილზე და შაქარზე გაუყიდავათაც მისცა ხმა მოდი ნუ ბევრი გაუყიდავათ იმიტომ რომ იმედი ქონდა უკეთესი მომავლის ამიტომ ნუ ყველას ნუ ვაყენებთ შეურაცხყოფას არა მე ყველაზე არ ვამბობ ბევრი გაიყიდა თქო მე ვამბობ აქ მე ვეთანხმები და მთავარი რაც ჩემმა მეგობარმა თქვა, იცით რა, ერთხელ და სამუდამოდ აი ამ სტუდიაში უნდა დამთავრდეს ისე რომ იყოს თქვა მაგალითად რომ დამთავრდება და მივიდე და ხელი ერთმანეთს ჩამოვარდო თქვა მე ვარ იმისიანი და თქვა არ ვარ თქვა სიტყვაზე ვიძახი სხვა პარტიის წარმომადგენელი არ უნდა მლანძღავდნენ შეურაცხყოფას არ უნდა მაყენებდნენ სიტყვაზე ვიძახი აი მაგალითად ეხლა მაიას დადა ჩემი ურთიერთობა უნდა იცოდეთ მე ვიცი ის სხვა პარტიის წარმომადგენელი მაგრამ სულ რეკავთ ერთმანეთს ვესაუბრებით იმიტომ ეს არის ჯანსაღი კამათი მაგრამ არასოდეს არ ლანძღავთ ერთმანეთს ეს უნდა მორჩეს ქართულ პოლიტიკაში შენ ოცნება ხარ ნაცი ხარ ისა ხარ დავანებოთ თავი იმიტომ რომ ჩვენ პატარა ერი ვარ და აი ესაც დათო ხელისუფლება ხო აი ეგ უნდა მეკითხე ხელისუფლება არ უნდა დაგვაპირისპიროს ხელისუფლება ხო არ უბიძგებს ამისკენ თავად ხომ არ უბიძგებენ ერთი წუთით პოლიტიკოსები ამომრჩეველს აი ამ დაპირისპირებისკენ როდესაც პლაკატები არის გამოკრული სისხლიანი რეჟიმი მაგალითად რაც ხდებოდა ამ არჩევნების წინ და ამ ხაზი წავიდა წინა საარჩევნო კამპანია ხო მეორე ტურის წინ საპრეზიდენტო არჩევნებს ამითი ხელისუფლება თავადვე ხომ არ უბიძგებს საზოგადოების სხვადასხვა მხარეებს რომ ერთმანეთს აპირისპირებს ხელისუფლება დღესდღეობით მე ხო კი მაგრამ მეორე ტურამდე იყო ძალიან ცუდი აგრესიული შეტევები ქალბატონ სალომეზე ხო ეხლა მე ქალბატონ სალომეს კი არ ვიცავ და მაშინ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია მაგრამ ეს გამოიწვია ეს იყო პასუხი მე არ მინდა ახლა გვარები ვთქვა მაგრამ ქალბატონ სალომეზე 1-2 მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგან, ოღონდ ნაციონალების წარმომადგენლებისგან ისეთი რამ მოვისმინე, რომ ვთქვათ, კაცი
ადამიანი ქალიც რა მნიშვნელობა აქვს რაღაც homo sapiens-ი ცოტა ორი წიგნი ამის საპასუხოების პირველი ტურის წინ ისეთი ფრაზები მოვისმინე რომ კიდევ გავგიჟდი რომ საერთოდ რა დღეში ვართ ქართველები რომ აი ამას უფლებას ვაძლევთ პრეზიდენტის კანდიდატზე კი არა ვიზეც არ უნდა იყოს რომ ჩვენ ეს მადლობა ირმა და მოგცემ კიდევ სიტყვას დათომ დაასრულო პოლიტიკა ძალიან გვიშლის ბედნიერების ინდექსში დაუბრუნდები ერთი წუთით კარგი თქვი თუ იგძენით თავი შეურაცხყოფილად, როდესაც ჩვენი ხელისუფლება გამოვიდა და მეორე ტურის წინ გვამცნო რომ 600,000 ადამიანს ვალებს ჩამოაწერს. აი ეს რაღაც დისკომფორტი თუ შეგექმნა. ეს იყო პირდაპირი მოსყიდვა ადამიანების მე ესე ვთვლი. დისკომფორტი არ შექმნა. პირველი რეაქცია რაც ხოდა მართალი გითხრათ, აი სანამ გავიაზრე და გავაანალიზე რა მოხდა. აუ რა კარგია 600,000 ადამიანი ამოისურვეთ. არა და ცოტა გავაგრძელებ და მე არა ამავე თემას გასწრებით ბედნიერი ვიქნებოდი არჩევნებს არ დამთხოვოდა ეს. ხო და ეს გასწრებით ბედნიერი ვიქნებოდი. ბოდიშით ბოდიშით დავასრულებ ჩვენი აზრით ანრი რატო დაამხვილეთ? არა უბრალოდ ჩვენი აზრი მაინტერესებს. უბრალოდ ისე მოუვიდათ? უბრალოდ დაამხვილეთ? ხალხი მოისყიდა. დათოს მივცეთ სიტყვა გისმენ დათო. მე უბრალოდ ერთი რამის თქმა მინდა ეხა ეს ლირიული გადახვევა იმიტომ ვთქვი რომ დღევანდელი ხელისუფლება და მისი ძალაუფლება დგას სიღარიბეზე. მისი მიზანი არ არის თქვენი გამდიდრება. მისთვის ეს პრობლემაა. იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გმართავთ. როგორც კი თქვენ საქართველოს მოქალაქეები ცოტა მოძლიერდებით მეტი პრეტენზია გექნებათ. ამიტომ ეს ამ ხელისუფლებას რომელიც არის რუსეთის გაგრძელება ეს არ აწყობს. ამიტომ თქვენი სიღარიბე არის მისი ძალაუფლების წყარო. ამიტომ გაკადრათ მან კარტოფილი, ამიტომ გაკადრათ მან თქვენი ვალების გასტუმრება, იმიტომ რომ თქვენთვის ეს შეურაცხყოფა უნდა იყოს. ბოდიში დავასრულოთ შეიძლება დავასრულოთ. არა დაამთავრე. ხალხს მემართა ამიტომ ხუბობ სულდა. ვაცადოთ გთხოვთ ამიტომ აძლევს ის საკუთარ თავს იმის უფლებას რომ ესეთი რაღაცეები შემოგვკადროს და შემოგვბედოს. მეტი არაფერი. დიდი მადლობა დათო თქვენ მოგეცით წეღან სიტყვა და ვერ დაასრულეთ. მე რეკლამაზე გავალ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდეთ, გავხსნათ თქვენ კიდევ თქვით უფრო აი ეს ფართო პლაკატებთან დაკავშირებით რა საკმაოდ მე არ მომეწონა, იმიტომ რომ ყველა მითის აღარ არის საჭირო ახლა და მე მგონი მაიკომ თქვა რომ თქვენ ბძანეთ რომ ამ ბუას ძახილით ეს აღარ მოქმედებს. ეს ჩათვალეთ რომ ეს აღარანაირ არჩევნებზე ის ჩამოვა თუ მე ხმას არ მომწემ ეს დამთავრდა და ეს დრო უნდა დამთავრდეს. ოტო ბისმარკის სიტყვებია ბინძურ პოლიტიკას ქმნიან ბინძური ადამიანები. აი ჩვენს ქვეყანაში დღეს პოლიტიკა ძალიან ბინძურია. ოღონდ ეს არ ყველა მხრიდან და აი ეს უნდა დამთავრდეს კარგი რა. მოდით მე გავალ რეკლამაზე, რეკლამა მალე გაივლის, დაუბრუნდებით, უფრო ფართოდ გავშლით დისკუსიას. დაგველოდეთ, დაუბრუნდებით ძალიან მადლობა. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და განვაგრძობ დისკუსიას. მე წეგან შესავალში ვთქვი ასეთი რამ, რომ პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში ხშირად ერთმანეთს აპირისპირებს თქო ლამის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს. აი თქვენი შემთხვევა მახსენდება ანრი შენი და ნატა გულიაშვილის, ხო? ძველი მეგობრები იყავით და პოლიტიკურ ნიადაგზე როგორი დიდი ჯახი მოგივიდათ. ანუ ინგა ან კითხვას უნდა დავცინო და ამ მდგომარეობას ხარ რას ლაპარაკობ. შენ რაღაც ძალიან დამცინი, რაც გადაცემა დაიწყო პირველი ვერცხლი. არა გაიმართლოს თავი აღარ იცის ახლა და ნუ რაღაცა ხო არა მე კითხვაში ერთი წუთი დავაკონკრეტებ კითხვაში რას გულისხმობ. ასე მტკივნეულად რატომ აღვიქვამთ ხოლმე აი პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში რა მტკივნეულად არც მაშინ აღიქვამთ, მაშინაც ვიხუმრი ამაზე მიტევების პირა და მოგეტევება სარკმლიდან იგა თუ შეიძლება ვიტყვი როგორ არ ხუმრობ. სარკმლიანი მოვა და პეკინზე პანთეონს აუშენებს. მეტი რა უთხრა ამ ადამიანს.
ხუმრობაში გადატანა არ გვინდა. წარმატებული პოლიტიკური საქართველოს არა, როგორ იყო არ მაინტერესებს. მე ერთი რამ მინდა რომ კითხოთ, რატომ ხდება რომ ქვეყანაში ერთი წუთი არა თაკოსთან გაწევრიანდიო, მე ვწყვიტავ შენთან ყველანაირ ურთიერთობას, იმიტომ რომ სირცხვილიაო თაკოს პარტიაში გაწევრიანება. და მაინტერესებს თქვენ გაწევრიანდით თუ არ გაწევრიანდით? კი, გავწევრიანდი. კარგით, ეს სხვა ახლა თაკო ამბობს რომ არა. კარგით, ეს სხვა მაგას თემა. არ ამბობს. მოდით, ექსეულში არა ვარ, თორე ისე თვითონ ეს სხვა პარტიაში თემა, მეგობრებო. დავუბრუნდები მე მაშინ ისევ ჩვენს თემას უკაცრავად ერთი წუთით. აი ვლაპარაკობდი დაპირისპირებაზე საზოგადოებაში დათო ამბობდა მერიდან უბძანეს ალბათ ეხლა ხო ანრი მერიაში მუშაობს და ალბათ იქიდან უბძანეს რომ ესეთი კარგით. ეხლა აქ დავსვათ ამ თემაზე წერტილი. გეგი თქვენთან გადმოვალ თუ შეიძლება იგივე შეკითხვით პრინციპში წინა ბლოკში რაზეც საუბრობდით, ანუ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება ან ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი უწყობს თუ არა ხელს საზოგადოებაში აი ამ ტიპის დაპირისპირებას, პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, თუნდაც ის რაც ხდებოდა ბოლო არჩევნების წინ, ხო? ინგა, ცოტა კიდევ უფრო შორს შეგვიძლია ჩვენ წავიდეთ და კარგი გამოცდილება გვაქვს რა ხდებოდა 90-იანი წლებიდან და რა კარგად გამოიყენა საერთოდ ჩვენი ეს ემოციურობა და ერთმანეთის ხშირად უპატივცემულობა მტერმა 90-იან წლებში და ჩვენ გქონდა პირდაპირ სამოქალაქო დაპირისპირება და მე ძალიან მიხარია სხვათა შორის არის ნიშნები რომ იქიდან მოყოლებული ის ადამიანები ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია თუ სხვადასხვა ჯგუფები დღეს ცდილობენ რაღაცნაირად ზოგი აღიარებს რომ არ შეიძლებოდა ესე ბრმად აყოლოდა რაღაც ახმებს ასე შემდეგ ძალიან საინტერესო ისტორიებს ყვებიან და ამიტომ დღესაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმიტომ რომ ეს ამას ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყენებს მავანი და აბსოლუტურად მე ყოველთვის მინდა რომ აუხსნა ხალხს რომ არ შეიძლება ეს დაპირისპირება შენ იმისიანი ხარ მე ამისიანი კი ბატონო მე ამისიც არაფერი წინააღმდეგი არა მაქვს და იყო ამაზე საუბარი რომ ვიღაცა იმისიანი იქნება ვიღაცა ამისიანი იქნება პატარა ქვეყანა ვართ ვიღაცის მხარდამჭერია მე მაგალითად არ მინდა არასოდეს არ უმალავ ვის ვუჭერ მე მხარს ყოველთვის ღია და მე ჩემ გრძნობებში ძალიან გულწრფელი ვარ ყოველთვის და არ მინდა ამის გამო პრობლემები შემექმნას შექმნიათ პრობლემები ამის გამო კი ნამდვილად შემქმნია არსებობს მაგალითად აი რაღაცა მთელი გუნდი არ ვიცი ეს რა ესენია Facebook გვერდები და ასე შემდეგ რომელიც შემორბიან, გლანძღავენ ესეც უნდა გასუფთავდეს იმიტომ რომ აღარ შეიძლება ადამიანს აი ვერ გამოგითქვამს შენი აზრი რომ არ გაგლანძღოს თან რაღაც გაურკვეველმა იმა ბოტებს რასაც ეძახიან და ესე არ შეიძლება იცით ჩვენ შეგვიძლია მწვავე კამათი გავმართოთ აუცილებლად პირიქით საზოგადოება მე მაგალითად ძალიან მინდა და ძალიან მიხარია რომ საზოგადოება ჩართული უნდა იყოს აუცილებლად მაგრამ კი არ უნდა გავლანძოთ პირიქით უნდა ვისაუბროთ უნდა გავერთიანდეთ რაღაც თემების გარდა სხვათა შორის ეხანდელი ასე ვთქვათ ხელისუფლებაში მყოფი თუ არ მყოფი თუ ასე შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანები ძალიან ცუდად იქცეოდნენ აი იმ 9 წლის განმავლობაში და რაც გულისხმობ ახლა გეტყვით თუ შეიძლება ზუსტად ერთ წუთს დავიკავებ რომ არ იყო თანმიმდევრული კრიტიკა. მე მახსოვს, აი მაგალითად, ერთ პატარა მაგალითს გავიხსენებ, იყო აპრილის რაღაც მოვლენები იწყებოდა თუ ასე შემდეგ, გვირგვლიანის ამბავზე გასაპროტესტებლად მისული ადამიანები, რომელსაც მართლა ძალიან გვაწუხებდა ეს ამბავი და ძალიან გვინდოდა რომ სამართლიანად ყოფილიყო გამოძიებული, მართლა ყოფილიყო ის დაჟილი ვინც იყო და ამ თემების მაგივრად ზუსტად 15 წუთში დასახელდა რომ გადადგეს მიხეილ სააკაშვილი. ხა პრეზიდენტი ასე ადვილად არ გადადგება, ამას სხვა პროცესები უნდა უძღოდეს წინ და იმის მაგივრად რომ ეს თემა ყოფილიყო იქ როგორც დიპლომატებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნილი სერიოზული მესიჯები ზუსტად 15 წუთში აი ამხელა ამდენი ადამიანი ესე იგი გადააქციეს რაღაც მოთხოვნა არა ეს ბუნებრივი იყო თუკი ამ ტიპის მოთხოვნა ისმენდით იმიტომ რომ პოლიტიკურ ვერტიკალში მიდიოდა ეს თემა თავისი პასუხისმგებლობებით კი არა
იყო რაღაცა შემოვით დასაგებია. არ მოუკლავთ გირგულიანი ხო ხელისუფლება იდგა იმის უკან ძალიან ადეკვატური იყო ეს მე რა მგონია იცი ეხლა აქცენტისებთ დიდი ბოდიში ჩაგეწერთ ერთ რამეს ვიტყვი მე მგონია რომ დღევანდელი ხელისუფლების აი მთავარი მინუსი და ჩვენს მიერ ასე ვთქვათ ეს საკითხი უნდა იყოს აქცენტირებული და დასმული რომ არ მათი ქართული ოცნების მთავარი კოზირი ჯერ კიდევ არის რომ ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი არსებობს და სუნთქავს. არ შეიძლება მუდმივად ამ თემით სპეკულირება. მეტი მათ არანაირი აქტივი არ აქვს. ამით მოიგეს ახლაც არჩევნები მე მათ მივეცი ხმა და ის ბილბორდები რო გააკრეს მივხვდი რომ რა სწორად იმუშავებდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე მოთხოვნა არ მაქვს ქართულ ოცნებასთან რომ შეიძლება ეს იყოს ერთადერთი შენი კოზირი. გავიგეთ რომ იმიშა არ ვარგოდა და ხო გავუშვით და ეხლა შენ რაც რა პროდუქციებ, რას გვთავაზობ, როგორ წავიდე წინ. მომეცი მეტი მხარდაჭერა ამ კუთხით, რომ მეც მერე შენ მხარი დაგიჭირო, ხო მართალია, იმიტომ რომ ზოგს არ გვაქვს ეს ვალები და ვერ მომისყიდი იმ 600,000-ით. ხვდები რას ვამბობ? თქვენ ეს აღიქვით როგორც მოსყიდვა. ძალიან, მოდი ესე ვთქვათ, ძალიან ცუდი პრეცედენტი იყო. მე ამ შემთხვევაში ვეყრდნობი საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელსაც თქვენს რომ ეს საეჭვო მომენტია. ეხლა ვერ დავამტკიცებთ, ფეხებს ვერ დავაბაკუნებთ, ხო, მაგრამ ხმების მოსყიდვა პირველად დაიწერა ასეთი რა მართალია. თუმცა დღეს მე აუცილებლად დავაბაკუნებთ მაგაზე ფეხებს ეგრე არ არის. კი, თუ შეიძლება დავასრულებ დღეს, თუმცა იგივე ხალხი, ვინც მე მაშინ მახსოვს იმ აქციებზე, ხო? დღეს დავუშვათ არ დადის სხვა რაღაც აქციებზე, ისევ შუნკლარი მშობლების აქციებზე და მე ვარ ის ადამიანი, რომელიც იქაც ვიდექი და სარალიძესთანაც. კი, ძალიან კარგი, მაგრამ რაღაც პროცენტი ნამდვილად ვერ დავითვლი, მაგრამ ძალიან ბევრი არა. უბრალოდ ენერგია გამოცვლილი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს უნდა ქვეყანაში ამ მთავრობის შეცვლა, მაგრამ უკვე ენერგია აღარ აქვთ იმისი, რომ ყოველდღურად გამოვიდნენ და თქვას, რომ აი თქვა გადადეკით, უკვე აი როგორც რაღაცა ცხოვრება აიყვანს ისე მიდის უკვე. კარგეთ. ინერციულად მიდის ხალხი. ნიშნელოვანია და დავასრულებ, ნიშნელოვანია რომ ჩვენ საზოგადოება გავერთიანდეთ რაღაცა საკითხების გარშემო, იმისტიანი და ამისტიანი და ასე შემდეგ კი არა. მაგალითად ვიღაცა განათლების რაღაც კონკრეტული საკითხის, კონკრეტული, არა ზოგადი, ვიღაცა კურორტების დაცვის, ვიღაც აი რაღაც შეიქმნას ასოციაციები, საზოგადოებები, რომელიც შეიკრიბება იმჯელებს კონკრეტულ თემებზე. როგორ უნდა შეიქმნას ეს როდესაც დღის წესრიგს, პოლიტიკურ დღის წესრიგს ისევ ადგენს ყოფილი ხელისუფლება, ხო, ეხლა ოპოზიციაში კი, ამიტომ მაგრამ გეტახები რომ ვეღარ ვიგებ, ისევ ნაცები არიან თუ ეს ოცნება მოვიდა თვითონ იციან რომ კარგი, მოდით ერთი წუთით ირმამ გააგრძელოს მაშინ და დათოს ეცინება და მე კითხვას დავუსვამ. ეხლა დასკვნა იქამდე მივარო, მე მართავ ყველაფერს. ესე გააგრძელე. მაგას არ დაგაბრალებ ნამდვილად, რომ პირადად ჩვენ მართავთ. მაგრამ დათო არა, მართავს ის წესრიგს. ირინა, შენ პირადად არ გაოცებს ეს არება ყველაფრის, რომ აი ეს ადამიანები ახლა აქ შედან, უცებ შავგულიძეს რაღაცა საყვედურობენ და ამ დროს გვერდზე გირგულიანის მკვლელების გამომშვები და ასე ვთქვათ ამამის იმიტომ პოლიტიკაში აი პოლიტიკოსები თვითონ ამბობენ რომ არ არსებობს პრინციპები, არსებობს ერთ-ერთი პრინციპი ინტერესების დამხმარება. იცი რამე დათქვა, იგა, ჩემი უკვე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მე საერთოდ ქართველი ერი, მე ტიპური ქართველი ვარ ალბათ, ძალიან მიმდობი ჭკვიანი ვეთანხმები მაია, ჩვენ ბრძენი ხალხი ვართ, აი თუნდაც როგორ გაუშვით ნაციონალები, შეთქმულები ვით ჩუმად რომ ვიდეკით და ჩვენი კალმისტრები რომ მივიტანეთ ის სარდამავისდება, იმიტომ რომ იქ რაღაცა ისიც იყო ჭორები რომ იქო შეიძლება ეს აორთქლდეს და მე რასაც იმას შემოხატა, არა მე არ მივიტანია, მაგრამ ბევრმა მიიტანა. და უბრალოდ რას ვამბობ, ჩვენ ვართ ბრძენი, მაგრამ ძალიან მიმდობი, ცოტა ნიამიტი ერი ვართ. მიუხედავად რომ ძალიან ბებერი ერი ვართ, ხო? ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, ჩემი ჩათვლით ენდო ყველა პრეზიდენტს და მის სახმა. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ცვლილებების დრო იყო, რა ვქნა, ხა მე დაწყებული გამსახურდიადან შევარნაძესაც, სააკაშვილს საერთოდ გვერდზე ვედექი კონცერტები გაუმართე წყნეთში და ბაგებში და რა ვიცი, ინგა კარგად იყოს და სანდრა მე მგონი მე ვამღერე პირველად სცენაზე. თბილისო და მიშაც ამოვარდა, თელი ამბები იყო. გულით მინდოდა ეს განახლება, იმიტომ რომ აღარ შეიძლებოდა იმ სატანა რაც ხდებოდა, ხო? მე დამემხო თავზე ყველაფერი და უბრალოდ იცი რა დასკვნა გამოვიტანე, რომ კი, ბინძური საქმეა პოლიტიკა, მაგრამ არ ვიცი, ძალაუფლება რყმნის ინგა, თუ ვინც ზემოთ მოექცევა, მერე ირყმნება, თუ უკვე გარყვნილი ხალხი მიუტვის უმრავლესობა, ყველაზე არ ვამბობ, აპრიორი აი ხელისუფლებისკენ და რაღაცა ზედაფენებისკენ, აი ესე რაღაცა იდაყვებით, მხოლოდ აი ხალხს შეუძლია აძრომა, წესიერ ხალხს არ უნდა პოლიტიკა, შემართალი ხარ. მე ვერ ვხედავ ჩემს ირგვლივ
განათლებული, ნორმალური, განათლებული ჭკვიანი ხალხი, ვინც მიივთვის პარლამენტში. ძალიან ცოტა. დამთავრებია თუ შეიძლება რა მინდა თქვა, იცი? უბრალოდ ეს ფაქტი, რომ ჩვენ ვენდობით ხელისუფლებას, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვართ სულელები, ისინი იყენებენ ბოროტად ამ დობას, მე არ ვიცი ეს რითი ავხსნა. ყველა ფუჭდება, ყველა ირყმნება და აბსოლუტურად ყველა ივიწყებს იმ დაპირებას, რაც იყო. კიდე ორ სიტყვას დავძენ და გეტყვი გააგრძელე ჩემი აზრი, რაც შეეხება იმ 600.000, ხო, დათო? საჩოს არ იყო დაპირება 600.000 მე ვალებს გაგისწორებ და მე მომეცით ხმა და აი ვაშაძის დაპირებებში 500 მომისმინე 500 ლარი იქნება პენსია. ესეც მაშინ მოსწია. არა, აი მოდი მაშინ პირდაპირ 600.000 ადამიანზე, როდესაც არის საუბარი 1 წუთით იმ ვალების თემაზე, ეუთოს დასკვნაში პირდაპირ ეს შეფასებულია როგორც ხმების ყიდვა. გასაგებია ეუთოს დასკვნაში ვერამია. მე მიუხედავად იმისა, რომ ამ ვალების ჩამოწერა არ მომხდარა არჩევნების წინ, ეს დაპირება თავისთავად აღქმული არის ამ საერთაშორისო დასკვნის მიხედვით, როგორც ხმების ყიდვა. ეს უნდა ვთქვათ. მე მინდა მაიას ასეთი კითხვა დაუსვა. რას ელოდით, თუ ელოდით რაიმე ცვლილებებს, თუნდაც აი ამ ხელისუფლებასთან მიმართ, რა შეუკვეთე და რა ჩამოვიდა ვარიანტი, ეხლა რომ გადმომიქართულოთ. ანუ პოლიტიკური ცვლილებები მოიტანა რამე? აი ამ ხელისუფლებების ცვლილებებმა გულისხმობ რას? აი მაგალითად მე ძალიან ხშირად მეხება ხოლმე ეს თემა განსაკუთრებული სიმძაფრით, იმიტომ რომ ერთ-ერთი ვიყავი თავდასხმის ობიექტი, მაგალითად პირადი კადრების სკანდალი. თუ ჩვენ ვამბობდით, რომ წინა ხელისუფლების პირობებში კადრები ვიცით, რომ იყო გადაღებული ჩვენი პირადი ცხოვრების, ამ ხელისუფლების პირობებში უკვე ვხედავთ, რომ ვინც არ მოსწონთ, ვინც აშკარად პოლიტიკურად მიუღებელია, ამა თუ იმ პირის მიმართ ხდება ანგარიშწორება, იგივე პირადი ცხოვრების კადრებით. გეგი მახსენა, წეგან შვიმკვდარი მშობლები. ის, რასაც აპროტესტებდა ადრე საზოგადოება, იმ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი რატომ არ უდგას მაგალითად დღეს გვერდით ამ ადამიანებს. თუნდაც იგივე მერკანტილური მიზნები მიაღწია იმ ნაწილმა. მერკანტილური მიზნები იყო აღრეული ამაში და იმიტომ. არა, რას გულისხმობ მერკანტილური? პირდაპირ გულისხმობა არის საზოგადოების ნაწილი. ბოდიში ერთი წუთით. ბოდიში ვერანაირად ვერ იქნება მიგრება. მე ვერ გავაგზელებ მაშინ აქ სტუდიაში საუბარს, მაშინ ახლა ასეთი მელაპარაკებია გარეთ გავიდა. საერთოდ გელაპარაკები უკვე ვაცადოთ ერთმანეთს ძალიან გთხოვთ. ჩემი რიგი. ახლა რა გეცხინა მერკანტილური ის მოტივები არ იყო ამაში თუ რა არ მოგეწონა. ყოველს თავისი აზრი. სწორედ გაუგლიშო არ მეთანხმები მეტი არა. თუ არ მეთანხმები, ნუ გამაწყვეტინე. ნუ ძალიან კარგი რო არ მეთანხმები. ქალბატონი საუბრობდა. და ჩაეჭერი ამის ვინ ქალბატონი საუბრობდა? აი ქალბატონი დათოს დავასრულებინოთ და მე მაიასთან დავსვი ეს კითხვა და მაია განაგზობს. ანუ რატომ? მერკანტილური მიზნები იქნა მიღწეული, ანუ რაღაცა თემები, რომელზეც ვითომ და შფოთავდნენ ვიღაცეები, სინამდვილეში იქნა გამოყენებული საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის. ახლა მოდი თუ გნებავთ უფრო გავშიფრავ. არსებობს საზოგადოების რაღაც ნაწილი, მცირე ნაწილი, მაგრამ არსებობს, რომელიც თავისუფალ კონკურენციაში, ჩვეულებრივ პირობებში, თუ მას ხელისუფლების რაღაც ფრთა თავზე არ აქვს გადმოფარებული, ან საბიუჯეტო ორგანიზაციას არ არის მიკედლებული, მას უჭირს თვით რეალიზება. ამიტომ ეს არ არის იმ ადამიანების ბრალი, ეს რეალურად პოლიტიკური კულტურის ბრალია, რომ პოლიტიკოსები ამ მოსყიდვას ცდილობენ. ამიტომ ესეთი ადამიანები იყენებენ რაღაც თემებს და არ აქვს მათთვის მნიშვნელობა არანაირი პოლიტიკურ პლატფორმას. არანაირი მთავარი არის რომ ის ფრთა გადმოეფაროს მათ. კარგით, მაია, დაგისვით კითხვა და განაგზეთ. კარგით, თქვენ კითხვას თავიდანვე გავცემ პასუხს. თუ გახსოვთ არჩევნებამდე მე ვიყავი თქვენ სტუდიაში და პირდაპირ განვაცხადე, რომ არც ნაცებს, არც ქოცებს მე არ ვაპირებ, რომ წავიდე არჩევნებზე და მივცე ხმა. რა თქმა უნდა, ეს პირობა მე შევასრულე და ძალიან თამამად ვამბობ დღეს ამას კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მე არ ვიყავი მარტო ადამიანი, რომელსაც არაფრით არ უნდოდა, რომ ძალით თავს მოხვეული აი ეს ორი
ძალას შორის არჩევანი გამეკეთებინა. ამიტომ გავდექი გვერდზე და ზუსტად ასეთივე აღმოჩნდა დაახლოებით 50% მოსახლეობის. ამიტომ მეგობრები, რომლებიც ამბობენ დღეს, ანუ ზოგადად ხალხის სახელით რომ მიმართავენ ამ მომრჩევლებს, აქვე მინდა შეუსწორო, რომ ამომრჩევლის მხოლოდ რაღაცა 40 გადაცილებული პროცენტი იყო, რომლებიც გამოცხადდნენ არჩევნებზე და თითქმის თანაბრად, ანუ ჩათვალეთ, რომ სადღაც 23 და 23 დაახლოებით პროცენტი იყო. ამიტომ ძალიან გთხოვთ ხალხს მივაყენებთ შეურაცხყოფას 23%-ის რაღაცა პატარა ნაწილის მიერ, თუნდაც შიმშილის გამო კარტოფილის აღებაზე. ძალიან გთხოვთ, ისევე როგორც იმ 600,000 ადამიანის სიხარულით მე პირადად ძალიან მიხარია, არ მქონია გაშავებული კრედიტი, ჩემთვის არაფერი არ დაუფარია, მაგრამ ჩვენი თანამემამულე 600,000 ადამიანი. ჩემ თანამშრომლებსაც შეეხოთ, ჩემს თანამშრომლებსაც შეეხოთ ეს ვალების განულების პროცესი და მე მახსოვს როგორი გახარებულები იყო. მაგრამ მე საუბრობ მოსყიდვა არ იყო ეს იყო ირები ცოტა პირდაპირ მოსყიდვა იყო თან არჩევნების წინ მოხდა. მარტივი არითმეტიკაზე რაღაც 1,200,000-ში ნახევარი ის 600,000 იყო. არა, ამარია, მაშინ პირველ ტურში არ უნდა მიეცა საერთოდ. რაღაცა ხერხები გამოიყენა, რომ უფრო მეც მიეცა ქალბატონი სალომესთვის, მაგრამ ეს მეთოდი არის აკრძალული და არ შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება. ყველა აკეთებს. 4 თვე გავიდა, 4 თვით ძველი ნიუსია რა გჭირს. ეხლა რომელ პარტიაში საღარ იმ პარტიას ხო არ უღალატებ არასოდეს. არ უღალატებ და თან არც არავინ არ მაძლევს პულს. არც და არავისგან პული. იმიტომ რომ მე ჩემი აზრი მაქვს და ზუსტად უბრალოდ არიან ადამიანები, ვინც ფულზე იყიდებიან. მაგრამ იმათმა უნდა იფიქრონ, ის ადამიანები ფიქრობენ მარტო თავის კეთილდღეობისთვის და ამიტომ ყველამ უნდა იფიქროს ყველას კეთილდღეობისთვის და საქართველოს კეთილდღეობისთვის და ყველა რო არ აიღებს ამ ფულს, ბევრად უკეთესი სიტუაცია იქნება საქართველოში. აი ეგ მინდა რომ აიღო ეს ფული ყველამ არ მისცა ხმა. მისცა იმიტომ რომ არ განაირად იყო. მეგობრებო, ფოტოს ფოტოების გადაღებას ითხოვდნენ, პასპორტი უნდა დაგედოთ, იქ ფოტო უნდა გადაგეხოთ და უნდა ჩაგებერებინათ. ორი არ ჩაერიცხებოდა, ასეთი პირობა იყო შენიცი? ერთი გადაიღება. მაია საუბრობს და უნდა გააგრძელოს რა. ეხლა რამეში რომ არ დაგეთახო შეიძლება, შენ ხო შეგიძლია წინამორბედობაში მაინც გააგრძელოს შენი აზრი რომ მე შენ რასაც ამბობ რომ იქ არა მესმის იმ ნაწილზე გეუბნები რომ ნამდვილად წავიდა მეორე ტურის მერე იგივე იმ ბილბორდება და იმ რიტორიკამ როცა უკვე ოცნების ლიდერები ჩარდა მართლა იმუშავა და მართლა წავიდა ამ მომრჩეველი და მის სახმა ჩემს ძალიან ბევრი კარტოფილების გარეშე არა ის მე არ მჯერა რომ ის პროცენტი რაღაცნაირად გაყალბებულია გაყალბება შეიძლება პლუს 3-4% არ შეიძლება ხა 40 პასუხს გცემ საკმაოდ მომზადებული მოვედი ამიტომ გცემ პასუხს პირველ არჩევნებზე უпростоრად მეორე არჩევნებზე მივიდა 1,800,000 კაცი 3,000 ისა 3,500,000-ზე მეტი არის სინამდვილეს ჩვენი ამომრჩეველი ანუ დაახლოებით ნახევარი ძალიან დიდი მაჩვენებელია დემოკრატიული ქვეყნებში ძალიან ჩვენ ხა მიჩვეულებს ზვიადის დროს 96% არჩევნებზე დადიოდა მაგრამ ზვიადის მე ვთქვი რომ ერის აი ამიტომ გაუშვი ხაზი ნუ დავიყვანთ ყველაფერს კუჭზე ძალიან გთხოვთ მაგრამ ამიტომაც გაუშვი ხაზი ზვიადს მისცა ხმა 2 მილიონ რაღაცა ძალიან ბევრმა 2 მილიონ ნახევარზე იმიტომ რომ იდეა იყო თქო და დაგვიდეთ ბატონო იდეა დაგვიდონ პოლიტიკოსებმა იდეა და იქნება 3 მილიონის იდეების მეტი რა აქვს გახორციელება არა აქვს იდეა არავინ არ ახორციელებს ნატა თქვენ გენაცვალეთ მე თქვენ ხელს არ გიშლით დაიცავით რაღაცა საზღვარი თუ შეიძლება ეხლა რა შესაქმე სისტემურ შეცდომებზე ქონდა თქვენ საუბარი ნაციონალების დროს ერთლარად იყიდებოდა მიწები მიწები რომლებიც გამზადებული იყო იმისთვის რომ უცხოური ორგანიზაციები შემოსულიყვნენ და ჰესები აეშენებინათ ეს ჰესები
დღესაც ძალაშია ნაციონალების მიერ ერთლარად მიცემულ მიწებზე დღეს უკვე დღევანდელი ხელისუფლება ისეთივე მემაპატიეთ და ადგილობრივ მოსახლეობაზე თავხედური მიწოლებით აგრძელებს იგივე ქმედებას. აი ეს ხდება ხაიში, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას აპირებენ რომ დაუტბორონ წარმოიდგინეთ ხალხო რკინის მოპოვების პირველი ადგილები, რომელიც ჯერ კიდევ შესწავლილი არ არის, აი იმ ადგილებს უპირებენ რომ დატბორონ. ხაიშელებმა დაიფიცეს რომ უკან აღარ დაიხევენ ერთ ლარად არის თავის დროზე ნაციონალების დროს გადაცემული. იგივე ხდება სვანეთის სხვა რეგიონებში, იგივე ხდება ყაზბეგში, იგივე ხდება პანკისის ხეობაში, რაჭაში, ლეჩხუმში, ხვამლის მთა, რომელიც არის ისტორიულად უძვირფასესი ადგილი, ორი მხრიდან ხვამლის მთას ესებს უშენებენ. აი ეს არის პრობლემა, რაზეც მე ვდარდობ და თქვენ დარდობთ იმაზე, კარტოფილი 2 კილო მიცეს ადამიანებს თუ 1 კილო ძალიან სირცხვილია. არ შეიძლება. ჩვენ ვიწროთ. ნახეთ ჩემო საყვარელო. ეს პრობლემები უნდა აღმოფხვრათ. უნდა დავასრულებინოთ. ცოტა ზემოთ ავიწიოთ ყველანი, თორე გაეროს მონაცემებით 2050 წლისთვის ქართველი არის საერთოდ გადაჭრილი. მაგ ეკონომიკური ზრდის ბრალია, რაც საქართველმა ოცნება მოიტანა. და ნაციონალებმა რა მოიტანეს? 12%-იანი ეკონომიკური ზრდა მოიტანეს ნაციონალებმა. ზედათო? სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ხარჯზე. სწორი ეკონომიკური პოლიტიკა რაში მდგომარეობს, რომ გადაუთელეს ადამიანებს თავიანთი ქონება წარსულზე გადათელვით და წარქმევით ბიუჯეტი 12 ჯერ არ გაიზრდებოდა. ეს არის ზღაპარი. რითი და სწორი მენეჯმენტით მოხდა საქართველოს ეკონომიკური მიზიდველობის გაზრდა. და ეხლა აი 20%-იანი სწორს უძახით, არაფერზე ბოდიშს არ იხდით, არაფერზე მე რაზე უნდა მოვიხადო ბოდიში, მე ხელისუფლებაში კი არ ვიყავ. არ მოგცულიათ, არაფერს მე ხელისუფლებაში კი არ ვიყავ, მე რაზე უნდა მოვიხადო ბოდიში. ყველაზე დიდი შეცდომა და მოგრუნების რომ იგივე მოხდებოდა უარი. სოსორობა გიძებხავს ეხლა ხაზზე. პირდაპირ ეთერში ჩართვას თხოვა მან პროდიუსერს გთხოვ. დათო. თქვით რომ 2050 წელს აღარ ვიქნებით. არ ვიქნებით არ ვიქნებით ნამდვილად 4%-იანი ეკონომიკური ზრდით. გაინტერესებს ჩაიხედება. არა, იმიტომ არ ვიქნებით. მაია ხაზზე მყავს სოსო რობაქიძე, რომელმაც თხოვა ჩვენს პროდიუსერს, რომ ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში, რისი თქმა სურს მას არ ვიცი, გისმენთ ბატონო სოსო, საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა ჩართვისათვის ინგა პროდიუსერს და ყველას მირესალმები ბატვიძე. მე ერთი წუთი მოდიხი თუ დამიგდებ კურს მე საჭურად არ გიყავშინდებით თქვენ რაც შეეხება მე ეხლა მოусვინე ნახევარი საათია უსმენ პირველ რიგში ამას ვიტყვი და მე ორი სიტყვით ვიტყვი რაღაცას მაჩალიკაშვილი და სარალიძის საქმეს თქვენ ეხლა ბევრმა არიცის მან ვინძის რომ მე მაჩალიკაშვილის შვილის დასაფლავებაზე ვიყავი იქ შეხვდა ჩემი მეგობრები ჩეჩნები რომელსაც უთხარი მამამისიც უნახე უთხარი რომ აუცილებლად დამიკავშირდეს, აი რო იძახიან მარტო ვართ და რაღაც. დამიკავშირდეს და ამ შემთხვევაში არ მივიდეს ნაციონალურ პარტიასთან. ეხლა რატომ? ისე უთხარით სარალიძეს ვაკის პარკში. მაგრამ მე რა მინდა რომ გითხრათ. მე არ მქონდა ახლა იქ Facebook-ების სავსეა სად არის ობაკიძეები, გვირგულიანები, იამეტრე და შემდეგ. ვარამია რომელიც მაშინ პროკურორი იყო, მთავარი პროკურორი, იცით თქვენ იმედის ტელევიზიის აუხრების დროს რა თქვა. ათი რომელიც წლების განმავლობაში ბრმა ყოდა მუჯი იყო ასეთ პროკურორს რომელიც აკალბებდა ყველაფერს ენდობა ეგოჯახები მე არა მაქვს არავითარი უფლება ხალხი რომელიც დასაჯელია ხალხმა რომლებაც 150 ბიჭი მიწაში ჩაალწეს შვილიშვილები უნდა ყოლოდა და ცხოვრება უნდა გაგონწელებია სინდელიანი რომელიც დააკრეთა პარიც არ აკავთ ეს მე ყველაზე მეტად მიჭირს სამწელზე ლაპარაკი ჩემზე მეტად არავის არ უნდა ექსპერტები დამტარდეს მაგრამ წერტილი არაფერს არ ესწრება აი ეს რაც ხდება და რაც ნაციონალები დღეს რომ არ არიან და სააკაშვილი რო არ არის ეს ამ ბიჭების სისხლით არის და ჩვენ ამ როგორ ამ სისხლით ისევ გავცერთ მაგრამ ბატონო შეიძლება ერთ კითხვას დაგისვა ბატონო სოსო შეიძლება ერთ კითხვას დაგისვათ შეიძლება ერთი კითხვა რომ დაგისვათ 9 წელი რომელზეც ეხლაც თქვენ საუბრობდით
გავიდა და უკვე მეორე ვადით ლამის ამოწურა ოცნებამ თავი და ეხლა უკვე დაიწყო წინა საარჩევნო ფაქტიურად ბრძოლა მესამე ვადით რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში. როდესაც თქვენ საუბრობთ აი იმ გასულ 9 წელზე, ამ 7 წელზე უკვე მე-7 წელი რო არის შეცვლილია ნაციონალური მოძრაობა, ამ 7 წელზე არაფერი გაქვთ სათქმელი. მაგალითად ის ამბები, რამაც ლამის თავზე ჩამოაშალა ქართული ოცნება მის დამფუძნებლებს, ის რომ დაიცავი საქართველო უნდა აღდგესო, ძველი ბრძოლაში მყოფი პირები აცხადებენ დღეს, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა, ის რომ ეკაბესელია დღეს იმაზე ლაპარაკობს, რომ ქართული ოცნება საერთოდ დაშორდა საკუთარ დაპირებებს და საკუთარ ღირებულებებს. აი ეს 7 წელი თქვენთვის არაფერი არ არის? აი, ეს 7 წელი ჩემთვის ყველაზე მეტი ნერვი მომშვენი 7 წელია. კარგად იცი რომ ბუტას ერთ-ერთი გავხსნილი პროკურორი დღეს არის ქუთაისის თავარი პროკურორი ბეკოლიშვილი. ბეთია დღეს არის სუში სამართლო. მე ამას ვიბძვი მეორე საქმეს და თქვენ თუ პოლიტიკას ეხლა უყურებთ რა ხდება საქართველოში, ეს ხდება ზუსტად რომ ჩვენს გარეშე არაფერი არ ხდება. ზუსტად ნაციონალები ვერ მოვლენ, მაგრამ ისევ ჩვენ ერთად და მეორესაც გავუშვებთ თუ ესე გაგრძელდება 2020 წლამდე. მე ამ 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაგრად დამაწყდა ნერვები, მანდ ვინ ზის, არავინმა არ იცის ეს ნერვების დაწყვეტა. აქ ზიად უправა მისი ჩემზე კარგად რა არის შვილის წილი რა. ამიტომ ვამბობ რომ მაგ რაც ეხლა ეს ხდება ზუსტად მაგისტრის ხდება. იმისთვის ხდება რომ აი ძველი გვარდია ვერ ვახსენებ, მეც იქ ვიყავი კაცო. ამ ბიჭებიდან არ დაიწყო წინ ამათი სურათები მიდიოდა სანდროსი ბუტასის სურათ. ეს სააკაშვილი არის ბავშვების დამარხავი პრეზიდენტი. ეს საფლავია და სიკვდილის ბრიგადები მაგას შექმნა. რაც შეეხება 600,000 კაცს, რომელსაც ეს იახსენებენ და შეურაცხყოფას აკეთებენ. ნახეთ თქვენი გადაცემები 5 წლის უკან. იმედმაც ნახათ რუსთავმაც ხალხი რომ გამოდიოდა კანცელერს და ივანიკვის ეკვეწებოდნენ რომ ჩამოგვიხსენით ეს ვადები დავირჩვით და ეხლა რა მაკხოვრები ხო არ არის ის ხალხი არა გაათავისუფლეთ ხალხი ამისგან რა ეს ოცნების დაპირებაც იყო და არა მარტო იმ 600,000 თულა ნურავი მოაგინეს ხალხი გაკუთული იყო ვალებში რა ამოისურვეთ ეგ 600,000 კაცი ყვადაზე თავის სიტყვას იტყვის შეიძლება დღეს არ ამბობენ თუ 2020 წელი ჯერ ძალიან მძივე წავა მოსამართლეების საქმე ჩვენ გუნზე ხელი არ გვაქვს დაკრებილი რომ ვიწროდეს რა ძალიან ხშირად ვიკრიბებით საუბრობთ არავის არაფერი არ შეჭება მაგრამ ის მასშტაბის მესაფლავები მიშა და გრიშა აქ ვერ ჩამოვლენ თორე ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ ვერ გაიმართებენ გასაგებია იმართლე გაიმართებენ და ნუ აპრავებს ურავი მაგათ თორე მე რაც მოხდება რომ ჩამოვლენ ყველა მაგათმა აიღო თავი კარგით ბატონსო კარგით ასმაში მეჩინოდა არც ეხლა ბუატი მეჩინია რა კარგით დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის სიფილავი არ მოგვწევენ ისე იცხოვრო ყველა დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის სოსო რობაქიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ანრი შენთან მინდა ეხლა რომ გადმოვიდე ასეთი შეკითხვით პრინციპში რაზეც ეხლა აქცენტები გააკეთა ბატონმა სოსომ და მე კითხვის სახით დაუსვი მას ეს გასაგებია ნაციონალურ მოძრაობაზე, როდესაც მიდის ხოლმე საუბარი, ძალიან მწვავე შეფასებები, მაგრამ უკვე მე-7 წელია ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში. წეღან კი მითხარი, რომ მე არ ვიყავიო მათ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულიო, მაგრამ ამბობ, რომ ხარ მათი მხარდამჭერი, ხო? მე მაინტერესებს, აი შენ თუ გიფიქრია ამ თემაზე, რასაც ვისმენთ იგივე ქართული ოცნების ძირძველი დამფუძნებლების მხრიდან, რომ ქართული ოცნება რომელიც მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით, დაშორდა საკუთარ დაპირებებს, დაშორდა საკუთარ ამომრჩევლებს. უფრო შორს რომ არ წავიდე, აი ეკა ბესელი ამბობს ამას, ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს ამას, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ამას წინათ ვატო შაქარიშვილი მყავდა ეთერში საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, რომელმაც იგივეზე ისაუბრა. ეთერში მყავდა დათო მაღრაძე, რომელიც 2012 წელს იდგა ქართული ოცნების გვერდი და მან თქვა რომ მე გადავედი ოპოზიციაში და უნდა აღვადგინო დაიცავი საქართველო. აი ამას რა როგორ შეფასებას აძლევ, როგორც ამ სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერი. 2012-შივე შემოინგა, როცა პირველად მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში.
ჯერ კიდევ მაშინაც კი დამება და ბევრი კითხვა პირადად ჩემს თავსთან, რომ იქ ნახე იმ ადამიანთა რიგებში ისეთი ადამიანები, რომლებიც მე პირადად თავიდან მქონდა ეჭვი, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის გულწრფელად მსახურნი არ იქნებოდი. ვინ შეგიძლია? არ მინდა ამ კონკრეტი გაზის საუბარი, მაგრამ როცა 2007 წლის 7 ნოემბრის 1 წლის ფაქტის აღნიშვნა ხდება, გახსენება იმ ძიმე დღისა და 2008 წლის 7 ნოემბერს რუპორში ყვირი რაღაცას და ვიღაცები მოდინა გეუნებიან ეს ჩვენი გაკეთებული აქციაა და ნუ ყვირი მე ამ ადამიანებს ხედავ მართლ გუნდში, რა თქმა უნდა, კითხვა გიჩნდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მაინც ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩვენ ამას თუ მივახცევთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ და მოსულ მთავრობას, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. როგორ უნდა დაასრულოთ, თუ მათყავთ იმდენი ამორჩეველი, რამდენიც თუნდაც ბოლო არჩევნებზე დაფიქსირდა. აი ამაზე მაინტერესებს ასე. მაშინ გავუხრიჩოთ ეს ქვეყანა. რატომ უნდა გავხსნათ? ძალა უნდა გამოჩნდეს ისე. სანამ ალტერნატიული ძალა დავასრულებ ხალხო, ვერ გავუხრიჩოთ ქვეყანას. მაშინ მივდივართ ეხლა ჩვენ კონკრეტულ მაშინ ფაქტებთან, ხო აი? დიახ. მე პირადად თუ კი შედარებითი ფორმულა ვინმეს დასჭირდება, მაშინ მზად ვარ უპასუხო, რომ ამდენი სუფლება უკვე არ მეძლეოდა ნაციონალური მოძრაობის დროს, თუნდაც ჯანსაღი კრიტიკა მათი მისამართით იყო დასჯადი. რატო? ვერ დასჯადი უწყალებში, მაიკო რა ყველაფერს მაშიფრინებ, ნუ გამაგიჟეთ. დასჯადი, ანუ დაგიჭერენ, ცემენ, დედას დაგიშინებენ, მამას დაგიშინებენ. ეხლა აღარავის აღარ აშინებენ. რატა ერთი წამით კაცო, მართლა არასერიოზული გადაცემა კი არ არის ეს. რამე იგდე მენჯიძვალი კაცო. ცოტა წესიერადი ვაკეთებ, ვაგიჯობია, ხო? ხო, მაცადე რა ერთ-ერთი მართლა. თუ ამის შედარება გვინდა, მაშინ გეუბნებით, რომ მე ყოველთვის ვიქნები იმ რეჟიმის წინააღმდეგი. იმიტომ რომ ის იყო რეჟიმი, ის იყო სისხლიანი და დაუნდობელი რეჟიმი, რომელიც მაგრამ შეიძლება კაცო, შემდეგი 7 წელი ვისაუბრო მე ამაზე, რომ ვაიმე რას გავხართ, ვაიმე რა ფერები იყავით, ვაიმე რა გვიქენთ, აღარ გვინდა, გავიგეთ. ეხლა მოვიდა მთავრობა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ და ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას ჩვენი კეთილდღეობა. აქვე დავძენ იმას და ვიტყვი და ამით დავასრულებ ალბათ. თუ კი ოდესმე მე ვეღირსები ეს თავრობასაც ეხება, მომავალსაც და მეგერ მაზეგინდელსაც. უნდა გაითავისონ, რომ ეს, რაზეც ხდებიან, არის დროებითი. ამ დროის შემდეგ მოქალაქე ყოველთვის რჩება იმ საარჩევნო დაპირებებზე მაღლა, სადაც ვიყავით ყოველთვის. მაიკო, გეთანხმები და კიდევ ერთხელ ტაში. ხალხი ბრძენია, არასდროს არ გაუტარებს არავის უსამართლობას. დღევანდელ მთავრობას რაც შეეხება, მე მათთან მაქვს როგორც ამომრჩეველს მოთხოვნა და თხოვნა, რომ დიახ, აუცილებელია შეირჩეს ახალი კადრები, გამოჩნდნენ ახალი სახეები პოლიტიკაში, იყვნენ კვალიფიცირებულნი, პროფესიონალნი და მართალნი, გულწრფელნი საქმეში და არა ის რომ დღეს მე მოვედი, მილიონი ვიშოვე, ხვალ წავალ, ეგერ ვილას ევიშენებ, ეგერ ეს კლასით გევივლი და ეგერ 1-5-6 ქველმოქმედებას ჩავიდნენ. ეს რა თქმა უნდა არ არის და ეს ყველამ აბსოლუტურად პოლიტიკაში ეს რაკურსი უნდა შეცვალოს. ეს არ არის სწორი, ეს არ არის ჯანსაღი, ეს არ არის ჩემი ქვეყნის ის მომავალი, რაც მე მინდა, რაც მე დამისახავს. ჩემი ქვეყნის მომავალი არის ყველა სფეროში ის კეთილი მსახური, რომელიც კვალიფიკაციით იქნება იმ დონეზე, რა დონეზეც ის ზის და ემსახურება თავის ქვეყანას. ამიტომ მე ასე ვირჩევ. მოდით მე მაშინ დათოსაც დავუსვამ შეკითხვას, კი ბატონო. მე და საქართველოს და ემსახუროს არჩეული. დათო, შენ როგორც გულმხურვალე მხარდამჭერი ქართული ოცნების, მაინტერესებს აი დღეს როცა ისმენ მაგალითად იმ განცხადებებს, რაც მე წეღან გავიხსენე. ქართული ოცნებიდან წამოსული მისი დამფუძნებლების ჯგუფის განცხადებებს. ძალიან ამაზრზენი არის, რაც ხდება ამ ბოლო პერიოდში, თუნდაც საქართველოს პარლამენტში. როდესაც მინისტრები იყვნენ მოწვეულები, როდესაც თუნდაც ის ურთიერთობა, რაც თუნდაც იუსტიციის მინისტრსა და პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს შორის არის, თუნდაც ის ურთიერთობის ფორმები, რაც მათ ერთმანეთის მიმართ გამოხატეს, თუნდაც ის ურთიერთობის ფორმები, რითაც აი ძალიან აღშფოთებული ვარ, თქვენ ახსენეთ რამდენჯერმე ეკა ბესელია. როდესაც ეკა ბესელია 2012 წელს დღე და ღამე, ეგ გვახსოვს სულ ყველას, იდგა მიტინგებზე და
ძალას არ ზოგავდა რომ პროტესტები გამოეთქვა ეს ეკაბესელია 2012-დან 2019 წლამდე იყო ძალიან კარგი და გადასარევი გოგო და იმიტომ რომ ეკაბესელიამ ამ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით გამოხატა თავისი აზრი იმიტომ რომ ის აღმოჩნდა პრინციპული ადამიანი რომელმაც ვეღარ დამალა ის რომ დღევანდელი სასამართლო ერთ-ერთი იგივე რაც იყო მიშას დროინდელი სასამართლო და რა არის სხვაობა აი ეს რომ გამოაცხადა ეკაბესელიამ დღეს ეკაბესელია გახდა ბულინგის მსხვერპლი პირდაპირ მნიშვნელობით და უკვე ისეთ თუნდაც დღევანდელი განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის ხელმძღვანელის და ასე შემდეგ ცოტა უხერხულია მემაპატიეთ თუ სექსისტურ განცხადება ჩამითვლით ეხლა ირინას გასაგონად ვამბობ მაგრამ თუნდაც იმიტომ რომ ქალია და თუნდაც იმიტომ რომ მას ძალიან დიდი როლი აქვს ნათამაშები დღევანდელი ხელისუფლებისათვის დიდი როლი რო აქვს ნათამაშები სხვა თემაა მაგრამ ირინა არ დაგჭირდება ეხლა მე ჩაგეთვლი რას ნიშნავს ამიტომაც თქვი არა მე ვერ ვიტან აი არა ერთი წამი ნახე რატო გეტყვი იმიტომ რომ ეკაბესელია ხალი რო არ ყოფილიყო მემაპატიეთ მე ხო მეორე სამომედავებიან კიდე მაგრამ შეიძლება და მაშინ სხვანაირად ყოფილიყო საქმე ხო და რადგან ქალია და მას სხვანაირად პასუხისგაცემა არ შეუძლია ამიტომ ქალზე შეიძლება ზეწოლა სხვადასხვა ფორმებით არ არის ეს სექსისტური მე დათოსთან გადავალ შეკითხვი წეგან დავსვეს კითხვა მე აქეთკე უნდა გადმოვინაცვლო დათო აი შენი რეაქცია მაინტერესებს დღეს მე-7 წელი დაიწყო რაც ის პარტია არის ხელისუფლების სათავეში, რომელსაც შენ უჭედი მაია. ვიტყვი სალომესთან დაკავშირებით, არ მინდა რომ ცალმხრივი ვიყო. სალომესაც როგორ შეურაცხყოფასაც აყენებენ, იგივეს ვამბობ, არ შეიძლება რა, უხერხული. რა რეაქცია გაქვს ხოლმე დღეს? სამართლიანობის აღდგენა და ქართული ოცნება. ეს არის გეტყვით ადამიანები, როდესაც 2012 წელს გააკეთეს ეს არჩევანი, ისინი ელოდებოდნენ რომ ვინც იყო დასაჯეს უნდა დასჯილიყო. ეს არის ზუსტად კოჰაბიტაციის ბრალი. ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ეს ნაცია, ოცნება, ლეიბორისტი. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოქმედდეს კანონი და ვინც დასაჯელია, ეს უნდა დაისაჯოს. ზუსტად თქვენ ის ადამიანები ჩამოთვალეთ, რომლებიც ზუსტად ამაზე არიან გაბრაზებულები, რომ არ არიან ის ადამიანები დასჯილები, ვინც უნდა იყვნენ. თქვენ ხომ არ უერთდებით ამ ადამიანებს ამ პროტესტში, რის გამოც ისინი უმრავლესობიდან წამოვიდნენ? გასაკვირველია თუ საჭირო ექნება ყველა შევერთდებით. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ეხლა დათო მეუბნეო და გამოსწორებულ ხარო თუ დადინჯებულ ხარო თუ რაღაცა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყველა ადამიანის სხვა რამე გითხარები, დალაგება დაგიწყია თუ დალაგება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყველა ადამიანის არჩევანის პატივისცემა. ჩვენ მეც ვიყავი ხა რაღაც ეგეთი, ხო ყველას ახლა უკვე რაღაც დატოზი ვარ სეწყნარად, ხო? მე ამასო ყველაფერს უყურებ და ვაკვირდები, ერთ რაღაცას მივხვდი, რომ შევთანხმდით ახლა აი ორივე მხარე, რომ ვინც არ უნდა ვიყოთ, თუ ვართ დამნაშავები, კანონის წინაშე ყველამ უნდა ვაგოთ პასუხი და ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც გინდაც ეკა დათო ჩამოთვალე უცნობი იყო, ისინი მე ვიცი რომ არიან გაბრაზებულები მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ აი ამ კოჰაბიტაციამ რაღაც წლები და ეს ადამიანები რომლებიც ნამდვილად უნდა იყვნენ დასჯილი და კოჰაბიტაცია მიმდენად შეიძლება არა რამდენადაც აი თემები რაზე წეღან აქვს საუბრობდით რომ ქართული ოცნების მხრიდან დაინახეს წინა პლანზე გამოყვანილი ის ადამიანები ვინც სასამართლოში იღებდნენ გადაწყვეტილებებს რომელი გადაწყვეტილებების გამო საპროტესტო აქციები იმართებოდა ჩვენს ქვეყანაში უსამართლობის განცდა რო თქვი მეტი კი არაფერი აქედან სანდრო გირგულიანის მკვლელობის მერე იმ უსამართლობამ რაც ხდებოდა ჩამოაქცია სააკაშვილის მთავრობა მაგრამ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის მერე რა უსამართლობაც ხდება შესაძლოა ამან ჩამოაქციოს ეს მთავრობა ოღონდ ამას ცოტა დრო ჭირდება და მაჩალიკაშვილზე ვიტყვი კიდე
ნახეთ, გაიჟღერა მთავრობის ანუ მინისტრებისგან, რამდენიმე მინისტრისგან, რომ ამ თემაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს ტერორიზმს უკავშირდება. მე მაპატიეთ. არ გავაკეთებ, ხო, ტერორიზმს უკავშირდება. ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ ტოლობის ნიშანს არ დასვამ და ეს იყო მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, შინაგან საქმეთა მინისტრიც, თუნდაც უკავშირდებოდა ტერორიზმს. ეს ადამიანი თუ ის ტერორისტი იყო, მე მაპატიოს მისმა სულმა და მისმა ოჯახმა, უნდა დაეკავებინათ, გაესამართლებინათ და მიესაჯათ ციხე. როდესაც ადამიანს შენ კლავ ლოგინში, მაშინ ეს გამოდის, რომ შენ ლინჩის წესით დასამართლებ ადამიანს, რომელსაც უდანაშაულობის პრეზუმპცია იცავს. აი ამ შემთხვევაში გვიპასუხოს რა ხდება. ეს არ არის სწორი. დიდი მადლობა ირინა, გისმენთ თქვენი საქმე. იცით რა შეასაქმე, რაღაც ჩავინიშნე ტვინში რეპლიკა, ისი თქმა მინდოდა, რომ თუ ეხლა წინ გავიხედავ და მომავალს შევხედავთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ისევ, როდესაც ეს რეალობა გვექნება, რომ ნაცები და ქართული ოცნება, ერთი წუთი რას ქართული ოცნება ამ მდგომარეობას ისევ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, იმიტომ რომ ზუსტად ქართულ ოცნებას აწყობს ესე გაყოფილი პოლიტიკური სპექტრი, იმიტომ რომ მაინც აქეთა მხარე ძალიან მობილიზებული ოცნების ამორჩეველი და არავის არ უნდა ისევ ნაც მოძრაობა. შესაბამისად ეს ქართულ ოცნებას აწყობს და ის მე არ მჯერა რომ სიტუაციას გამოასწორებს ეს ვითომ მესამე ალტერნატიული ძალები, რომლებიც არის რაღაცა პატენტი, ორიგინალის პატენტები, ახლა ევროპული საქართველოს შემთთვის ნაცმოძრაობის პატენტია და ფეიკია, ეს რა ქვია, წესრიგი და სამართალი თუ რაც არის, ეგეც პატენტი მგონია, აქ ეკაბესელიას გამოყოფილი ეგეც პატენტი, ანუ ორიგინალი არაფერი არ არის და გვაქვს არჩევანი ისევ ერთსა და მეორეს შორის და მათ ფერკმრთალ რაღაც ანარეკლებთან და ეს ის კი არ არის, რომ მე შეურაცხყოფას ვაყენებ ვინმე მათ. არა, ეს არის ის წუხილი, რომელიც აი რეალობა და მეორე თემა აქ ეს რომ მიზანმიმართულად ხდება ეს ასე, ხო? შემთხვევითი ხო არ არის, რომ ნამდვილ აი მართლა რესურსულ ძალაზე მიზანმიმართული შეტევები ხდება ხოლმე იგივე, ვისაც ფულადი რესურსი. ნუ ახლა არ მიდეთ უკან წავიდე და ალასანიაზე. არა, აქ მთავარი კითხვა იცით რა არის, რომელზე თქო მე რომ გეკითხებით. არის კი სხვა ალტერნატივა. აი ცე ხო შეიძლება წამოყოთ თავი რაღაცა ნაწილი მოძლიერდეს, მაგრამ აი ალასანია გამახსენდა ერთადერთი, რომელზეც აი ესეთი შეტევა განხორციელდა და ეს არის ტენდენცია იმისა, რომ ამას ძირშივე კლავენ, ხო? ამაზე საუბარი თორე ვერც პანაბურჭულაძეც გაუკვეველი მისით მოდიოდა. ეხლა ვენატა მოგცემთ სიტყვას ირინა და უახლესი ისტორია, როდესაც ახალი მემარჯვენეები იყო გამოყოფილი ზუსტად, მაგრამ მისი ლიდერი უდიდეს როლს თამაშობდა იმ პერიოდის ისტორიაში. კარგით, ახალ მემარჯვენეებს თავი დავანებოთ, ნამდვილად აი ვერ ვიტყვი ახლა მე რომ თქვა, რომ აი რაღაც პოზიციებზე იგივე ქალთა უფლებები იქნება თუ რაღაც უფლებების ნაწილში მაქვს ხოლმე ისეთი ჩამოყალიბებული პრინციპული პოზიციები და ვიცი სად არის საბრძოლოი და როგორ შეიძლება ეს მიღწევადი იყოს. რაც შეეხება აი პოლიტიკურ სპექტრს, ნამდვილად მე ვინმეს თუ აქვს, მე ვერ ვიპოვე ადამიანი, სხვადასხვა IQ-ი და სხვადასხვა ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი, სხვადასხვა კომპეტენცია, რომელიც იტყოდა რაშია გამოსავალი. ვერ და იცი სად არის მთავარი ქვაკუთხედი, სად იჭედება ყველა, რომ ფულადი რესურსი არ არის და ფულადი რესურსს არ გააჭაჭანებს ეს სისტემა. რომ ვინმე ხვდები? ანუ ჩვენი ხელისუფლების წყარო რა არის? თქვი შენ თვითონ ვეთქვი. და ფულით არის ეს ხელისუფლება. შენ თვითონ ვეთქვი. რაც მინდა ვამბობ შეშერაკი. არა, ეხლა მადლობა, დათო, მაშინ განაგძე. ანუ ეკითხები შენ ირინას და შენ თავად რას ფიქრობ ამ თემაზე? მთავარი ცხარი. მე ეს ტრაგიკულად არ უყურებ ამ სიტუაციას, იმას რომ სიტყვაზე სახელები კი არ არის ჩემთვის პრობლემა, სიტყვა ქართული ოცნება ან ნაციონალური მოძრაობა. თუ კონკრეტულ ერთ პოლიტიკურ ჯგუფში ან მეორე პოლიტიკურ ჯგუფში შიდა გადაადგილებით, შიდა განვითარებით, ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლო მიმართულებები გამოჩნდება, მე როგორც ამომრჩეველი ისე მივიღებ გადაწყვეტილებას. ამიტომ ეს მე ჩემთვის ის რომ კეთროვანია ნაციონალური მოძრაობა, ეს ჩემთვის სასაცილოა. საერთოდ არის კეთროვანი, ჩემთვის ნაციონალური მოძრაობა არის
ძალიან ბევრი შეცდომებთან ასოცირდება, მაგრამ ძალიან დიდ წარმატებასთან ასოცირდება და ამიტომ ხო და რისი თქმა მინდა, ჩვენ როგორც ტერიტორიულად პატარა ქვეყანა ვართ, როგორც წიაღისეული გვაქვს ცოტა, ასევე ხალხი ცოტა გვყავს. შესაბამისად, ტვინებიც ცოტა გვყავს და ლიდერებიც ცოტა გვყავს. ესი 10 წელიწადში არ ჩამოიყრება საიდანღაც არ დაიბერწყება. აი ეს არის ჩვენი სპექტრი და ჩვენ უნდა ვაიძულოთ მათ ისე განავითარონ საკუთარი თავი და საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მადლობა. აი მე მინდა ეხა ნატას დაუსვა ერთი ასეთი კითხვა, ძალიან რადიკალური, მკვეთრად რადიკალური შენი შეფასებები. საიდან მოდის? რას უწუნებ დღევანდელ ხელისუფლებას? ძალიან ბევრი რაღაცას, იმიტომ რომ ჯერ არის შერჩევითი სამართალი. არის საშინელი კორუფცია და მე ვთვლი, რომ თან დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ოცნებას ამხელა თავისი რესურსი რო არ ჩაედო ამ არჩევნებში დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გაიმარჯვებდა და ალბათ ამაზე ძალიან ბევრი მეთანხმება, მე ვარ ამაში ძალიან დარწმუნებული. იმიტომ რომ ისე ხდება, რომ ესე იგი ფული არის გადამწყვეტი ამ ქვეყანაში, ესე გამოდის. ნუ ყველასთვის არა, მაგრამ ნუ ფულით არის ოცნება მოსული ხელისუფლებაში. და დავაკონკრეტებ, ბიძინა არის თავისი ფულით მოსული ხელისუფლებაში. დათომ გააპროტესტა, რაღაც თქმა გსურდა დათო? არაფერს. კარგი. გეგი გაძლევთ სიტყვას. ამ ყველაფრის გამოსავალი, ეს ამ ყველაფრის მიზეზი ჯერ ეს ერთი რა არის, ხო? რატო ვართ აი ამ რაღაცა ჩაკეტილ წრეზე არა? აბსოლუტური ძალაუფლება. აი ეს იმანენტურობა, ხო? აი კაი ტერმინია, ესე იგი ბუნებრივი თვისება, აბსოლუტური ძალაუფლების დროს მე აუცილებლად მე ნელ-ნელა ირყუნება და არ ყავს მას არანაირი შემაკავებელი ძალა, აი ეს არის მთელი ჩვენი პრობლემა. წარსული პრობლემაც და ესე იგი დღევანდელი ჩვენი პრობლემაც. ქალბატონებს გამოვეხმაურები, ქალბატონმა ინგამ თქვა, რომ აი ირმამ დიახ, თქვა რომ არ მესმისო, აი გაერთიან. მე ძალიან კარგად მესმის ქალბატონო ირმა და საჭიროა. და სხვათა შორის გეტყვით რომ 2012 წლის არჩევნებამდეც ისეთი ძალები გაერთიანდნენ წარმოუდგენელი იყო აი მათი ერთი ყოფნა არ მესმის აი ამ კარდინალურად განსხვავებული იდეოლოგიური პარტიების ერთა ჯდომა და დღეს მარწმუნებენ მე რომ ვისაც ვებრძოდი ის დღეს კარგია ამ მოცემულობაში კარგია მას ცუდი იყო ხელისუფლება ცუდი ბიჭები იყო დღეს გადასარ არ მესმის ვერც გავიგებ რაც არ უნდა კი ბატონო რა თქმა უნდა თქვენ გაქვთ ამის უფლება უბრალოდ გეტყვით რომ ეს ძალიან ვრცელი საკითხია ეხა ვერანაირი ფორმატი ამას ვერ გაუძლებს ამაზე რომ დავიწყოთ დისკუსია უბრალოდ შეგახსენებთ რომ ზუსტად ასევე 2012 წელსაც ისეთი ადამიანები გაერთიანდნენ და დადგნენ ერთმანეთის გვერდზე, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხული იყო. რომლებიც ერთმანეთის უარყოფაზე არ მოსულან ხელისუფლებაში. ასეთ მაგალითს მე თქვენ ვერ დამისახებ. არა, ვერ ვიტყვი, საკმაოდ რადიკალურად დაპირისპირებულები სხვადასხვა. იმან არ აღიარა თავის შეცდომები, მაცალე, ანდრი. და მე ესენი ერთად იყვნენ, მითხარ ერთი მაგალითი, მე ხარ აბსოლუტურად განსხვავებული წარსულის ადამიანებმა შეძლეს მაშინ გაერთიანება. მე ამაში მინდა რომ არა მხოლოდ მაგალითად ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების გაერთიანებაზე ვისაუბროთ, ანუ კიდევ უფრო ფართო გაერთიანებას. ნებისმიერი გაერთიანების თუ გადაჯგუფების თუ ასე შემდეგ მე ძალიან მომხრე ვარ. იმიტომ რომ მოსამართლეების დღევანდელი ეს რამაც გამოიწვიეს განხეთქილების ვაშლი რაც არის თუნდაც აი სასამართლოს თემა თქვენთვის მისაღებია, ხო? არაფრით არ არის მისაღები, როგორ ეს არის გაუგებარი. არა, აბსოლუტურად გაუგებარია, მაგრამ გამოსავალი არის ესე იგი გამოსავალი არის პრინციპების ერთგულება და ადამიანებისთვის აი ამ რაღაცა სამართლიანობის შეგრძნების თუნდაც რაღაც დონეზე შენარჩუნება. თუ ოპონენტი არ გეყოლა, თუ ოპონენტი არ გეყოლა, ოპონენტად უნდა დარჩეს. მინისტრი მოდის პარლამენტში და შაყირით არის დაკავებული. რა გამოსავალი უნდა ვნახოთ? იმიტომ რომ არანაირი ძალა ეხლა ოპოზიციას არ აქვს. მინისტრს არ ეშინია რომ მას ამის გულისთვის გადააყენებენ. ამიტომ მე ძალიან რთულია მესამე ძალა და ასე შემდეგ. ჩემის აზრით არანაირ მესამე ძალას არ უნდა ველოდოთ. მე ვფიქრობ რომ ერთხელ მაინც მე ძალიან გული მწყდება რომ აი საპრეზიდენტო ის ვერ გამოვაცალეთ, იმიტომ რომ ეს არის ეს იქნებოდა ძალიან კი ბატონო, კითხე და მე რეკლამა უნდა გამოვაცხადო. მეგობრებო, დღეს გეფცი გულ მაინტერესებს გულწრფელად ანზორ ბულქვაძე თუ იცი ვინ არის?
ანზორ ბოლქვაძე ეს არის ხოლოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის დროს, შემდეგ ქართული ოცნების დროს, შემდეგ ეგონება შექსპირი იყო. არა, შექსპირი არ არის, მაგრამ არის მაგალითად მაგრამ რომან მუჩიაშვილი აფიშა არის, შემოკარგულო რა მინიმუმ უნდა იცოდე ხა ჩვენ დღევანდელ საქართველოს. მე იყო ბაატა ბურჭულაძე. ეხლა მე აქედან მივიდივარ ერთ კითხვასთან. მურმან დუმბაძე ემანდ ხვალ რომ აღზევდეს და გითხრას რომ მე მოვდივარ ქვეყნისთვის. გულწრფელად მაინტერესებს. თქვენ დაიჯერებთ თუ არა და მე ბოდიშს მოგიხდით თქვენ რომ ამ კონკრეტულ ძალებზე თუ კი აქამდე მისთვის შევარდნილ მიყენები ან რამე მსგავსი პოლიტიკური პარტიებისთვის ბოდიშს მოვიხდი გულწრფელს გიპასუხებ თუ შეიძლება. როგორ შეიძლება ეხლა მე როგორ შეიძლება მე გითხრა რომ მე და მაიკო სტეფნაძე მოვალთ ეხლა და გავაკეთებთ საქმეს და ერთ თვეში მაიკო გავლანძღო და გითხრათ რომ მე და კალბატონი ირმა მოვალ. ამაშია საქმე. თქვენ თუ აბსოლუტური ძალაუფლება გეკნებათ გამოჩნდა რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. მხოლოდ გარკვეულისკენ წავა. ამიტომ მე იგივე დათომ, იგივე ირინამ, იგივე ნატამაც, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქვეყნის შემადგენელი და უნდა შევახსენოთ ამ ხელისუფლებას, რაც შეგვპირდეთ. უნდა გავიგოთ ერთი რამ, ქვეყნის ხელისუფალი ჩვენ ვართ. მადლობა. რეკლამას ვაცხადებ ეთერში და ერთადერთი კითხვა მექნება რეკლამის შემდეგ. ჩვენ გადაცემა გავხსენით ბედნიერების ინდექსზე საუბრი და არა მხოლოდ თქვენ საკუთარ თავზე, თქვენს გარშემო, იმ წრეში, იმ სამსახურებში, თქვენს მეგობრებში, სამეზობლოში რას ამბობს ხალხი? ეს არის ძალიან საინტერესო. როგორი არის მათი აღქმა დღევანდელი რეალობის? ეს იქნება ჩემი ბოლო კითხვა. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, დაგველოდეთ. გადაცემის ბოლო ბლოკი დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. მეგობრებო, ძალიან ხშირად წამიკითხავს ხოლმე, რომ აი პოლიტიკაზე როგორ ალაპარაკებენ ისეთ ადამიანებს, ვინც თავად არ მონაწილეობს პოლიტიკაში, აი მაგალითად მსახიობს, მომღერალს, ასე შემდეგ. სინამდვილეში თქვენ ხართ ის ადამიანები, ვიზეც თუ არ მიწყენთ, პირდაპირ გეტყვით, რომ პირდაპირ ნადირობა მიდის ხოლმე ყველა არჩევნების წინ, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერად გამოხვიდეთ არჩევნების წინ. შესაბამისად ჩემთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე ყოველთვის როდესაც ჩაივლის არჩევნები მერე თუ გესმით თქვენი საკუთარი ხმა თქვენი ხმა იმ გამოსვლებში რომელსაც ისმენთ მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან დათო მოდი დავიწყებ თქვენგან აი თქვენს გარშემო განწყობა როგორია რას ამბობს ხალხი თქვენს გარშემო რომ პარტია რომელიც ჩვენ ავირჩიეთ რომელსაც ჩვენ უჭერდით მხარს იყო ღირსი ჩვენი ხმის? მე გეტყვით იმ იდეის გარშემო, რომელიდაც ირმამ თქვა, მე მგონი 2012 წელს გაერთიანდა ის პარტიები, რომელთაც საერთოდ ერთმანეთსგან რადიკალურად იყვნენ განსხვავებული, მაგრამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ და არა ფულის გამო და მიზნის გამო. ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ვინც იყო დასასჯელი, დაისჯებოდა. ეს არის კოჰაბიტაციის შედეგი. და რო ეს არ მოხდა და ადამიანები არიან ძალიან ნაწყენები და არიან გაბრაზებულები. მაგრამ აი მე მგონი თქვენ ბრძანეთ ირინა ხო რომ იცით რა არის და მე მგონი ინგა შენც გაქვს აი ამ სიუჟეტში რომ უკვე ბუა ჩამოვა ეს აღარ ითამაშებს ამ არჩევნებს და აი ჩემი ოჯახის წევრებიც მეუბნებიან იცი დამთავრდა ის ჩამოვა ამას მიეცი ხმა ეს ნამდვილად აღარ იქნება. მე ვარ მართლა ქართული ოცნების მხარდამჭერი და მინდა რომ აი კიდე აი როგორც ჩემი მეგობრები აქ ზიან რომ იყოს ჯანსაღი არჩევნები და ხალხმა მისცეს საშუალება მიეცეს საშუალება რომ გააკეთონ სწორი არჩევანი. მადლობა. ირინა რა სიტყვით თქვენ? მე იმას ვიტყვი რომ ეს კარგია ჩვენი სურვილები, მაგრამ მოდი რეალობა თავისით გაბრუნებს ხოლმე. გვინდა არ გვინდა რეალობაში ყავს ნაცმოძრაობა რომელსაც ყავს თავის ამომრჩეველი ეს არის მთავარი თორე ის თავისთვის სახში რო იჯდეს არ ყავდეს ამომრჩეველი ნამდვილად არ გავიხსენ ხშირად გვედავებიან ხოლმე რომ რა შეჭამეთ ტვინი ამ ნაცმოძრაობა კი არ შევჭამეთ ტვინი იმას ყავს ამომრჩეველი და აბა ვიზე ვილაპარაკოთ და მეორე აქეთ ქართული ოცნება საქმე იმაშია რომ იმდენად საძაგლობები აქვს ამ ნაცმოძრაობას ჩადენილი რომ აი მაშინ რო იყო ლაპარაკი რომ აი რატო მოდი იმის სისტი ამის სისტი და ერთმანეთს არ გადავემტეროთ დიდი ბოდიში
მაგრამ როდესაც ჩემს სიცოცხლე დადგა საფრთხის ქვეშ, ჩემი ქონება დადგა საფრთხის ქვეშ და ჩემი ღირსება დადგა საფრთხის ქვეშ და შენ უბრალოდ მიშისტი ხარ და არაუშავს ჩვენ ვიმეგობროთ, აი აქ ჩდება დიდი კითხვის ნიშანი, ბოროტ მოქმედებასა და ამის ისტობას და იმის ისტობას შორის ძალიან დიდი განსხვავება, ხო ხვდებით? ანუ ბოროტ მოქმედება არ არის არანაირი პოზიცია და არც პოლიტიკა არ არის, არც პოლიტიკური პარტია. ბოროტ მოქმედებაში გადავარდა ნაცმოძრაობა, ამაშია საქმე, თორე პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს მრავალფეროვანი, მაგრამ არ არის. ისევ გვაქვს არჩევანი აი ამ ბოროტ მოქმედსა და უყურე ქართული ოცნება, მოდი ვთქვათ, რა შემოგთავაზა, ნამდვილად შემოგთავაზა მეტი თავისუფლება. კრიტიკულ აზრი მართლა არ ისჯება, ბიზნესი მეტად თავისუფალია, თუმცა ეს ძალიან დიდი ხაია, რაც დაემართათ ახლა ანაკლიას და რა ქვია, ხაზარაძესთან მიმართებაში, ეს სასწაული მოხდა და ეს ნამდვილად ისეთი სიმპტომია, რომ შემეშინდა ახლა მიშა არ დაემართოთ, მაგრამ არსებული რეალობა რომ შევადაროთ, ნამდვილად უფრო თავისუფლად სუნთქავდა ადამიანი, ქართველი იქნება თუ არა ქართველი ირჩევს დიახად. მე სხვა შეს უსაფრთხოებით დავიწყე და ბედნიერება უსაფრთხოებას დაუკავშირე, აი ფინანსურ უსაფრთხოებას და უსაფრთხოების განცდა გაქვს ამ ხელისუფლების პირობებში უფრო მეტად. შენ ფიზიკურ ჯანმრთელობას რო ეხება ეს ხვდებით, ანუ აღარ გინდა. დიდი მადლობა ირინა, თქვენ რა სიტყვით? მე მაგალითად უსაფრთხოების შეგრძნება რო ვთქვა, რომ 100%-ით მაგ არ მაქვს უსაფრთხოების შეგრძნება, მე ეხლა ამ წუთას. იმიტომ რომ მე არ ვიცი მე ეხლა ამ სტუდიიდან გავალ და მე რამე დამემართება თუ არა. რატო? არა, იმიტომ რომ იმდენი ჩემს მიმართ ეხლა არ მინდოდა ამ მომენტს შევხებულიყავი, მაგრამ რაც მე გავწევრიანდი პარტიაში, იმდენი ზეწოლა იყო ჩემი. ჯდომარე, ისეთი ძლიერი ქალბატონია, იმას არ უთქვია ესეთი რაღაც. ხო, მაგრამ ხო იყო შეშინებები, ხო იყო ჩემი თაკოს ვერავინ ვერ როლები. თაკო ჩარტირას ვერავინ ვერ შეაშინებს. ჩემ თავზე ვამბობ, 2 კვირის განმავლობაში ისეთი ზეწოლა იყო, ისეთი მესიჯები იყო და ისეთი მუქარა. უბრალოდ ახლა ყველაფერს აქ ვერ ვიტყვი. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ აი წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეხლა უფრო თავისუფლება აქვს ქვეყანაში. ნამდვილად ვერ ვიტყვი და აი ყოველთვის სისხლის სამართლის უთხით ვინც შენ გაშანტაჟებს და და ვაპირებ კიდევაც ამას აუცილებლად ვაპირებ მე პირადად შენ მოგიწოდებ მართლა ხმამაღლა რომ ეს ყველაფერი გაასაჯარავო და უჩივლო იმ ადამიანებს დიდი მადლობა მეგობრებო ზუსტად დამჭა 3 წუთი და 3 წუთში უნდა ჩავედე და რაღაც მინდა ვთქვა აი თქვა სულ მიშას რო ახსენებენ რომ ის 9 წელი სისხლიანი 9 წელი და აი ამ 7 წელში რა ხდება ყველაფერი კარგია არა აქვთ ამათ ძალიან ბევრი გადაცდომები ვიღაცამ ხო უნდა უთხრას მათ ამის შესახებ არა რასაც შეგფირდა ბიძინა აასრულა ეს ხელისუფლება რასაც დაგფირდა გააკეთა ყველაფერი მადლობა ნატა ირმა გისმენთ ხო შენი კითხე ის დაპირებები თუ სრულდება ან რა ხდება ჩვენ სინგლივ ხო კი ჯერეთი მე ვერ მივხვდი იმ შეკითხვის დასაწყის რას ნიშნავს ხელოვან ადამიანებს რა ესაქმებათ პოლიტიკა არა აი ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ აი პოლიტიკაზე ალაპარაკებენ იმიტომ ვიწვევთ იმიტომ ვეკითხებით აზრს რომ ეს ადამიანები არიან ხოლმე არჩევნებისთვის ყველაზე მთავარი საყრდენი მაგრამ ეს სხვა არის რატო ვართ იცი ჩვენ საყრდენი ჩვენ და პლუს ამისა ხართ მოქალაქეები აქტიური მოქალაქეები ესე ჩვენ პოპულარული ადამიანები რატომღაც გვენდობა მოსახლეობის რაღაცა ნაწილი, ვინ სიმპათიით არის ჩვენს მიმართ განწყობილი, აქედან გამომდინარე, მე ხანდახან პასუხსაც ვთხოვე, რომ მე შენ გენდედა სად არის, ხო? მაგრამ ჩვენ არ მივდივართ პოლიტიკაში, თუმცა ძალიან ბევრი მსახიობი ექიმი და მართლა არაპოლიტიკოსია, მაგრამ მეორე მხრივ პოლიტიკოსი არავინ არ არის დაბადებიდან, ყველა მერე ხდება პოლიტიკოსი, არ ჩვენთვის არის გამორიცხული, რა ვიცი მე მომავალში რა მოხდება. რაც შეეხება იმას, თუ რა ხდება ჩემს ირგვლივ და ბედნიერების განცდა რაოდენ კაფიოა, რა თქმა უნდა არ არის. და მე ისე ვიტყვი იმას ეთის დავიწყეთ ყველამ ჩვენ, იმიტომ რომ არ არის გარანტიები, არ არის სამართლიანობის შეგრძნება, არ არის აი ეს უსამართლობის განცდა მთავარი, მე მგონი ყველაფერთან ერთად და მატერიალური სიდუხჭირე, რაც არის ძალიან დიდ პროცენტში და ეს უბსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის გაღრმავდა სამწუხაროდ, თუმცა რა თქმა უნდა მე ყველავი მაზრზე ვარ, რომ ნაციონალები ერთ ვიტყვი, ვიცი რომ მოკლედ გინდა რომ ვთქვა, მაგრამ მე ძალიან ცოტა ვილაპარაკე მთელი გადაცემის. დრო არ მომეწურა და ამიტომ გთხოვთ. ნაციონალები ახლა დათო წავიდა სამწუხაროდ რომ მინდოდა მეთქვა, იმასაც ვერ ხვდებიან რომ მათ ბოდიში აქვთ სერიოზული გაანალიზების შედეგად მოტანილი ბოდიში მოსახდელი საზოგადოებასთან ჩვენ ისეთი მიამტი ხალხი ვართ, რა ვიცი, ჩემო ვაპატიოთ კიდევაც, მაგრამ არა, ბოდიში არა. ამდენი დანაშაული რაც გააკეთა წინამთავრობამ, ამ მთავრობას არ გაუკეთებია ნატო. ამათ შეიძლება გადასტომები, შეცდომები კი, მაგრამ ის იყო დანაშაულებრივი რეჟიმი ბოლოს ესე ჩამოყალიბდა და ამაზე ბოდიში
არავის არ მოუხდა. მადლობა ამის შემდეგ იმას მე არ გიგისმენთ. მადლობა. მაინც მგონია მოკლედ რომ ძალიან. ქალბატონ ირმას შეიძლება დიდხანს კამათი ამ თემებზე, მაგრამ ნუ ჩვენ ყველა ისე ვფიქრობთ, როგორც ვფიქრობთ. ისევ და ისევ ჩვენ ვიქნებით ამ პრობლემებში გაუთავებლად, სანამ იარსებებს რაღაც ერთი თავკომბალა, არა აქვს მნიშვნელობა რა ერქმება ამ თავკომბალას. ისეთ მე განსამაქრო თუ ეს ძალა იმ სახით დარჩება, როგორც დარჩება, კიდე უფრო მძიმე შედეგები დადგება. ამიტომ რაღაცნაირად უნდა გადავნაწილდეთ, რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ შეთანხმება. ნუ სამწუხაროა რომ მე სამწუხაროდ მე არ ვიცი, ახლა პირდაპირ ვერ ვუპასუხებ თქვენ შეკითხვას, იმიტომ რომ იმ ძალას არ გაუმარჯვია, რომელსაც მე ვუჭერ მხარს და საინტერესო იქნება თუნდაც იგივე ჩემი რეაქცია მათი გამარჯვების შემთხვევაში, მაგრამ გულწრფელად რო გითხრათ, მე სულ არ მაქვს იმის სურვილი, რომ მე ვისი მხარდამჭერათაც მოვიაზრები დღეს, მან აბსოლუტური ძალაუფლებით ეს იქნება ჩემთვის როგორც მათი მხარდამჭერისთვის უდიდესი ტვირთი. მადლობა მაია და ანრი ნახევარ წუთს გაძლევთ მაიკო გისმენდა და ასრულებს ანრი ბიბინეიშვილი. როგორ ხედავს დღეს ხელისუფლებას საზოგადოება ჩემს ირგვლივ? ხედავს აი ამ სიტუაციას როგორ? სახელმწიფო დღეს გვექცევა როგორც მამა ბატონი, რომელიც ვკარნახობს ჩვენ საზოგადოებას, მაგალითად ვკარნახობს იმას, ძალიან ბევრი ადამიანის გულს მოუფხან ახლა ამ განცხადებით. ვკარნახობს იმას, რომ სიგარეტი თურმე ჩემთვის არის ძალიან მავნებელი და ამიტომ მე რო აღარ მოვწიო და ჯანმრთელობა არ დავიზიანო, ამიტომ უნდა გამიჯვიროს. ვკარნახობს იმას, რომ ჩემთვის ძალიან ცუდია კრედიტების აღება და ამიტომ რეგულაციები შემიცვალა და უდიდესი ნაწილი მცირე ბიზნესის გაკოტრებულია. კარნახობს კიდე ძალიან ბევრ პირობებს, მაგრამ ნახეთ როგორი სიტუაციაა. ყველამ ვიცით, ძალიან მოკლედ ვამბობ. ყველამ ვიცით, სინამდვილეში რა დევს ამაში, რომ მე თურმე პენსია არ შემიძლია, ჩემი თავი უზრუნველყო და ამიტომ გადამინახავს დევს რა, ფულის ამოღება, ხო? მოდი ყველაფერს თავის ახსრულეთ. კი ბატონო. როდესაც კაზინოებიდან შემოსავალი წელიწადში არის 12 მილიარდი ლარი და კაზინოები იხდიან ძალიან ცოტას. აი ამას მიხედონ მაშინ საზოგადოებას. მადლობა დიდი, ანრი გაძლევთ სიტყვას ნახევარი წუთი. უფლებას რომ ეს მოყვანაში ცოტაოდენი წვლილი მეც მიმიძღვის, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თავარი მოთხოვნა იყო, არის და იქნება ნებისმიერ დროს. მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური გაჭირვება ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დასრულდეს მხოლოდ საკუთარ მუცელზე ხელის მოსმა, მაშინ როცა ასტკივდებათ, იმიტომ რომ ჩვენს გვაქვს მუცლები და ჩვენს გვინდა ჭამა. ეს უხეშად. თუმცა უფრო შერბილებით ვფიქრობ, რომ დროა ქართულ პოლიტიკას ეღირსოს ადამიანები, ვინც რეალურად იფიქრებს ნატა გულიაშვილზე, ირინა ტორონჯაძეზე, აი პატივცემულზე, ჩემზე, აი ამ ადამიანებზე უკან რომ შეხედან, აი ამ ადამიანებზე, მაიკოზე, ირმას დათოს და რომ ვიყო კომფორტულად. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატება მინდა გისურვოთ თითოეულ თქვენგანს. ასეთი იყო დღევანდელი რეაქცია. ეთუნა ინცკირველი გაგაცნობ დღის განმავლობაში განვითარებულ მნიშვნელოვან ამბებს. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით ხუთშაბათს საღამოს 8-ზე. ნახვამდის. მოვიდა ზოგადად